ხო და რა ვიცი მე, რამდენი რამე გვინდა რომ ვიჭარავთ. მაგრამ შენ უნდა და რამდენი ხარი არ მინახი ხარ და უცებ დამხვდა კარჩე და ძალიან მაგარი რა იყო იცი რომ მივედი იმისავით მინიმისავით ვიყავ მამა თეთრი და შვილი ეს არ გინახია წლები არ მინახია ბოლოში ვნახე გიორგი სააკაძის ულვაში და შავგრემანი რო იყო და უცებ ძელი გარო კონდა ნუ ერთი 10 წელი არ თეთრი თეთრი და მეთქი ან ჯერ მეთქი ხوار შეიღებენ მეთქი ხო და ჰენზ რა შეთხოვე რა პირველი შევეკითხე ეს რა უქნია ცხოვრებაში ხო ეგ მითხრა რა დაგმართავ არა გავიდა რა ბევრი დრო გავიდა ხალხი კი არა მსოფლიო შეიცვალა ხო ერადი კინო კი არა უკვე პლანშეტების კულტურაც რაღაც ხანაირი ინტერნეტი გამოვიდა აყევი მაგას ჩემთვის არა მივხვდი რომ მაგას რო გაყვე დაგერხევა იმიტომ რომ ნუ რაღაც ზომიერად ხომ ნაყვე იმიტომ რომ ეგ არის ხა მაგ მოწყობა გვაქვს იცი რა რაც მნიშვნელოვანია იმ რაღაცებში ჩართული ვარ და ეხლა იქეთკენ უკვე გაბეროები რო ეწყობა TikTok-ები და რაღაც აი ხო აღარ გავხო არა ხა TikTok-ის არსებობა შენთვის ანუ არაფერს რეალურად არ გიცვლის ეგ საჭირო TikTok-ს არ აქვს მაგრამ ChatGPT აღმოაჩინე ალბათ უკვე ხო და არ ხმარობ მაგარია აი ასისტენტად ძალიან მაგარია სიგიჟია მეხმარება რაღაც პროექტების დაწერაში მომხმარა რაღაც მუსიკალურ რაღაცებში რაღაც საინტერესო რაღაც მოძებნა რო გინდა ინტერნეტში რაც არსებობს ინფორმაციას უცებო გაცვლის და ისიც აი სულ ყოფილს ხო საყვარელი ისე რომ მაგას ვიყენე მაგრამ ეხა ისე ინტენსიურად რომ ChatGPT-ს უმჭირდებოდეს არა უბრალოდ რაში უნდა გამოვიყენო იცი პირველი რატომ გამისვა და ChatGPT რომ ეს ციგნებს რო წერ მინდა რომ რამოდენიმე ენაზე გამოუშვა რა და აი მაგპონჩი მითხრა რომ ბაზარი არ არის თუ გინდა რომ ჩინურ ენაზეც გამოუშვათ და გამისწორდა და თარგმნა შეუძლია ძალიან მაღალ დონეზე ბევრად მაღლა ვიდრე Google Translate-ები და რაღაცები რო არის კიდე ჩვენი დღევანდელი გადაცემის სპონსორია შავი მაისური. შავი მაისური, просто მე ნაცრისფერი ვარ, ჩემი გახუნებული. ჩემი კიდე მანდ ეთქობა საღებავი დააკლა. გადაცია შეხება. აი ნახე როგორ მოდის ხო რა. ისე ყველას ვეუბნებ, მაგრამ ეს თეთრი ვარდი მართლა გიხდება. აუ ხო, შენი პონტია ვარ. ჩემი პონტი წითელი არის. ხო, მაგრამ გიხდება. ხო გაჭახარავდი ეს წითელი რო გამუხდა არა. აუ ის წითელი ვარდი. მაის ვარდია, მაგრამ წითელი არის სიმბოლო. ეგ წითელი, ანუ ეგ კონკრეტული ტრეკი არის რაღაც პონჩი შენთვის მასაზე გასulis. რომელი? ჩემშენირო ლეიდი. ანუ გარდამტეხი იყო რამე შენთვის? უფრო ადამიანებმა უფრო ახლოს გაიგეს ჩემი მუსიკალური სიღრმეებით შეიძლება ასე ითქვას. ისა, სანამ გავაგრძელებთ, არ გინდა, კაი ვისკი გვაქვს ძალიან Artford 1708. ამბობენ რომ ძალიან გემრიელია. ეგრე ნაღდი პანკური გადაცემა. ანუ დღეს არის შენიერი. ჩემი საქმეა შემოთავაზო. და იყიდება რა ქვია ამას? და რაღაცა ორი მაგაზია. ირლანდიული ვისკია, ამბობენ ძალიან გემრიელი, მე ჯერ არ გამისინჯავს. Artford. მაშინ დავლიოთ მაგის და რაღაცა არტთანაც არის და 1700 მოდი ვცადოთ ვიზუალურად მაინც დღეს შევაფასოთ და მე გავტესტავთ. ბოლო გადაცემის მერე. ეპიზოდის მერე შეგვიძლია. არ აი ხო ეგეთი რაღაც. და ცოტა ძლიერი არის ხო ეს რა. ალბათ ირლანდიულია და ტიპმა დაბადა ეს კონდა კი. დაბადების დღეზე მომიტანა ძალიან მაგარი არისო. ხო და გეტყვი, ანუ ფასის მიხედვითაც ისეთია გემრიელი და კლასი თუ რა იყოს ხო. ხო და ისა რა ქვია, იყო ეგ გასვლა მასებზე, მაგ ტრეკით გამოვიდა ეგრე. ჩემშენივრლედი მაგრა გამოვიდა კი. ვერ მაგას თავის ხო რაღაც ცოტა ესეთი დატვირთვაც აქვს. მისტიური რომ რაღაც მერე როზების revolution მოყვა და მერე რაღაცა ყვავილებით შესვლა და რაღაცები რაღაც სიმბოლურად იყო რა იმიტომ რომ იმ დამარცხებულ საქართველოში და გაუბედურებულში უცებ რაღაცა ესეთი ვიდეო რა ესე მიდი რაღაც ბევრი ადამიანისთვის ძალიან იმედის მომცემი აღმოჩნდა და რაღაც სინათლის ხივის დატვირთვა ქონდა ბევრი როგორც მიყვებიან მე ხალხი რომ შე რო გამოჩნდი პირველად რო ნახეთ ვარდით რომ მოდიოდა ქართლის ზედა საავტანო იმ უბედურებაში თან უცნაურად გრძელი თმები რაღაც ყავები რაღაცები და მაშინ ხალხი რას იცმაოდა ხო გახსოვს ჩემზე კარგად. და მოკლედ
რაღაც უცნაური ადამიანი, რაღაცა იმუშავა რა. ალბათ ეს შოულო პუბლიკამ მაგით იცის ლადო ვარდი. იცი რა არის, ყველაზე ისეთი არის, აღმოჩნდა რომ ესეთ სასიყვარულო სიმღერებში ყველაზე ღრმა და ყველაზე მაგარი ტიპი არის რაღაც პონჩი, იმიტომ რომ არ არის შაბლონებზე დაწერილი, დიპიტაური დამპიტაურებზე და არის გულით დაწერილი და ჩემი ფავორიტი კი რა. რაღაცებს ეხება რომ არ ხო. ამ ქუჩას ერქვა სახელში. ეგეც მაგარი არის ჩემთვის იმინა სამეფოა მართლა. ხო, მაგრამ ჩემ თინეიჯერობაში ჩემ მშვენივრლედის ტუსოვკებზე უკრავდით რა. მართლა. ხო, ანუ იყრებოდა. ფათაშორის მითხეს რომ ვერ უკრავდნენო ხალხი და ამიტომ კიდე რაღაც დონეზე არა, აკუსტიკურზე ქონდა გარჩეული, ხა იმას ვერ უკრავდით რა ეხა. შენ მუსიკოსი ხარ და გასაგებია, მაგრამ ბევრი ტიპი ვერ აწყობ. არა, ხა მე გეუბნები ჩემ სასწავლში ხა ისე არ ვიცი. ბიჭო ისე დადე რომ გახსენე, უკრავსო ხო. მაშინ ყოფილიყო იმაში და ესე დაიდო და და ესე თემებს შევეხეთ რომ მაგას ვისკის garaშე მაგაზე ბაზარი საკმაოდ არის. კი, მე ისე ვარ ერთკლუბიანად გემრიელად ვაგემოვნებ ხოლმე. ეს გიტარა ხო არ გეცნობა ხო და მაგაზე მინდოდა ხა ამდენ რაღაცა დამხვდა რადნოი და მე ვთქვი ხა კაც ხო ვაცალო თავის სივრცეში კრუტოი ტიპობა ხა ხო არ ვეთქვი ეს იცი და ეს იცი და ოკეი, კაი. რაღაც ფერიც აკაიფობს. ჩენ არსო? მე 4 წელია. აბა, ის მეორე ვამბობთ დასაწყისში. დიდება უფალს. პირველი კასეტა რაც ჩავიგდე ხელში, ქართული რეალობის ალტერნატიული მუსიკის, იყო შენი რეცეპტი იყო ერთი გვერდზე, მეორე რამოდენიმე ტრეკი ჩარკვიანის. და ეგ იყო ჩემთვის, ანუ რეალურად რამაც მოშინა ჩემთვის. ხო, შენი იყო ჩარკვიანთან ერთად. ხო და მოკლედ, ძალიან კაი. მაგრამ სხვადასხვა ხო გასაგებია. ეს რეცეპტი იმიტომ იყო მაგარი, რომ ეს ხო ნაღდა თვითონ არწომ ტროიცკი რო იყო ჩამოსული, მაგან ილაპარაკა რა და ეს ჩანაწერიც არსებობს, ხო კახა გიგაბიძეს ჰქონდა ტაქსის გიტარის და მოგცემო და მე ისე გარდაიცვალა ცხონებული უფალ მანათელში ამ ყოველს მის სული რომ გამოვარდი, მაგრამ მე მგონი შალვას აქვს კიდე. რომელ ჩანაწერზე იძახი? არწომას ინტერვიუ ჩამოვიდა 99 წელს ჩამოვიდა და 99 წლის უკვე ეს ხო 9 აპრილები მომხდარი და რაღაცები და ჩვენ რო ვნახა გამოყლევდა რომ თქვენ ამ ქვეყანაში ცხოვრობთ თუ პირველი რაც შეგვიძლია მითხარი აქ ცხოვრობთ ეს რომ მოусმინა ვაფშე გაგიშდა რომ ხა მე 80 წლებში ვაკ 80 წელს გავაკეთე ეს ფესტივალი ვაკ რა და იმის შემდეგ ესო არიო ნაღდი ქართული ფესვებიდან ამოხეთქილი როკ-ენ-როლი უბრალოდ მითხარი დიდი მადლობა მაღალი სიტყვებისთვის რავი ხო ჩემთვის მაშინ ძალიან ის იყო ამომიტრიალა ყველაფერი ან რეალურად იმ იცი რატო იყო ეს კასეტა მაგარი საერთოდ მე ყოველთვის ეგეთ რაღაცებს ვაკეთებ მაგრამ ეს რეცეპტი რომ ეს იმ დროში ზუსტად აქტუალური იყო და ეგეთი მუსიკა ზუსტად აი ჯეისონ ფლაუერმა რო გამოუშვა ეს კანადაში ეს ისა მაგას მარტო არა კიდე ბევრს უთქვია მაგრამ მაგან ეს ოფიციალურად იყო რომ აქ იყო გრანჟის ელემენტები გრანჟამდე და კიდე სხვა ბევრი მიმართულებების ანუ ეგ როდის გაჩაწერილი დროის ეს არის 87-დან 92 წელს დამთავრდა მაგრამ აი ეს რაც მოწონს ყველას არის 87-88 ხო და თვითონ ჩანაწერი ანუ ესე კეთდებოდა ყველას რაც მოწონს ის ჩაუწერეთ გენა მამედოვი მოვიყვანეთ 4 კანალიანი დასკამი დავდგი დადასთან სახში დასკამზეა ჩაწერილი დასკამზე არის ჩაწერილი არის დასკამი მაგარი 4 კანალი ხო ეს რუიანი არის ხო არის შავი პატრა და ესე ჩავწერეთ და რომ ღეროდი მშია და რაღაცა ბავშვები პატარა მეძახდნენ ხოლმე ირო მაგაჭამოს რაღაცა ხოიცი რაღაცა ისეთი ფონტია რაღაცა სასაცილო იყო რა იქ ბავშვები შეძახინები გენო მაგარი დრო იყო რა და მაგარი кай პონტი იყო და იყო ეს ტუსოვკა რაღაცა ეხა დადასთან ჩავწერეთო რო თქვი რა რაღაცა აი გქონდათ რო რაღაცა მუსიკოსები ერთად და ერთმანეთს ეხმარებით და რა მაგითი მოდიხარ ჩულებო დღეს თქვენ თორე მაშინ იყო თუ იყო და მაშინ აი თქვენი ურთიერთობის მაგარი თუ რას ლაპარაკო პირიქით ეს ისეთი მცირე ხალხი ვიყავით იმდენ ირგვლივ სხვა ტიპებში რომ ავტომატურად რო გადარჩენილიყავი ერთმანეთი გვჭირდებოდა ჩვენი დადა კიშო თავისი ჩვენი ახლობლებით სამეგობროთი ყველაფრით და ეს ისეთი პონტი იყო რომ ჩვენ ვიღვიძებდით ვიძინებდით სკეიტბორდებზე რაღაცები დაიწყო მე დადამ დუჟენია თუ გახსოვს არ ვიცი 4 წელი იყო თუ 3 წელი სკეიტბორდები თუ შეობოდით საიდანღაც ბიჭიკოს მივყავდით ოსპირსოს იმედი თავისი ნომდო აყავდა ფურგუნიანი ლურჯი ეხაც მახსოვს რა ძმას და მახსოვს მე ეგ მანქანა დაჟე და ვიტენებოდით ამ სკეიტბორდ
ტრანსპორტებით აგვიყვანდა სადღაც ბოლო იქ წყნეთის ის რო არა, უკვე წყნეთიდან უკვე რომ ბეთანიაში გადადიხარ ბოლო ავტობუსების გაჩერება და იქედან ვეშვებოდი და რაღაც კადრები მაქვს ნანახი. ეს ფილმი გადაიღო ეს სხვა რაღაცას. კარჩე მაგარი кай. ანუ გენგი იყავით მას ჩვეულებრივად, იმიტომ რომ მე რო გაგიცანი ცალცალკე ის წასული იყო შენ ცალკე. შენ 90-იანებში ესე. შენ რო გაგუცანი ეს იყო უკვე იმპერიის ნანგრევები. ხო, მაგრამ ის იყო რაღაც კაი ბაზისი იყო. ხო, მაგრამ მე მახსოვს, ახლა ვალერასთან რომ მეგობრობდი, აი დავყავდი ხოლმე და ის იყო აი ტელევიზიაში რაღაცა ოთახი ქონდათ სადაც ტასკამზე წერდნენ და 12 წელი და ის იყო დადა რომ ეს იყო ყველაფერი უკვე ოქროს რევოლუცია შევიტანეთ პრინციპში მე და ქიშო ტელევიზიაში. რომ მივედით 87 წელი იყო თუ რაღაცა რომ ეხა როგორი პონტი იყო რომ მუსიკას უკრავთ რა და არის მუსიკა რა და თან საგაიფო მუსიკა არის რა ქიშოსიც ალყე ჩემიც ალყე დადას ალყე და აქ კიდე უშვებენ რაღაც ყლეობებს რა და ისეთი პონტია რომ მე ვთქვი რომ თუ რამე ეს არის ჩვენი სოციუმი უნდა ვიპოვოთ ხო სხვადასხვა სოციუმში რომ ვინ მოწონს ეს რომ დაგროვდეთ ხო მე და შენ გვევასება ერთმანეთის მუსიკა თუ ხალხის და პოპულარობისთვის და გავრცობისთვის ამ ჩვენი იდეის და ეს მარტო მუსიკა ხო არ იყო ეს იყო თავისუფლება ხო და ეს იყო ცივილიზაცია და ეს იყო ახალი აზროვნება იმიტომ რომ საბჭოთა კავშირი რო დაინგრა ხო ხალხი იყო რომელიც ხალხი იყო რომელსაც ეგონა რომ ერთხელ ამერიკაში რო არის ფილმი ეს იყო დემოკრატია მეორე ნაწილს ეგონა რომ ემანუელა იყო დემოკრატია მესამე ნაწილს რაღაცა და დემოკრატიას ურთიერთობის არ იყო ხო იმიტომ რომ იგივე მაგალითად ბერს მოგზაურობდნენ სუხიშვილები და ვიღაცები ესენი იყვნენ ტურისტები იკარუში შდებოდნენ მიდიოდნენ მოდიოდნენ იქაურ ანუ ხო ადაპტაცია იქაურ საზოგადოებასთან ასიმილაციის პონჩი არ ქონდათ რა და აღმოჩნდა რომ მე ვიყავ ისეთი ტიპი ვინც ბავშვობიდან ჩავდივარ და სულ ამ ხალხთან და სულ იქაურ შენ საიდან გაიღვიძე ანუ რის მე პირველად გავიღვიძე მიუნხენში, სადღაც პანსიონატში ვცხოვრობდი. ანუ ხო და რა და დასაბალად შევედი და ყველა შიშველი რო დამხვდა და პივას რო სვავდნენ და არავის ერექცია ერთმანეთზე რო არ ქონდა. ბავშვი პატარა ხარჯა? 13 წლის 14 წლის გავხდი და მე მივხვდი სხვა ქვეყანაში მოვხდი და სხვა ხალხში მოვხდი და თავისუფლება და ჯიგრები და იქ ნუ ხო ხო და მუსიკის ის გავლენა მოხდი იქ რა მუსიკალური პონდა რაღაც თვენახევარ თუ ორი თვე თუ რაღაც ორკესტრის ბანკში არა რაღაცებში გავიმარჯვა და აურია შენ კონსერვატორია გამოვლილი ადამიანი ხარ და ანუ მაქიდან მაგის არა აი ვერ იქნება ჯერ კონსერვატორია მანამდე ხო კონსერვატორიამდე ხო ეს იყო ნიჭიერთა ასლებში სწავლობდი მაშინ მაგრამ ეს იყო რომ რაღაცა მაინც მუსიკა და რაღაცა ეს სივრცე მაგ ქონდა უკვე რომ კონსერვატორია გინდა უკვე გადაწყვეტილი იყო იცი რა მე რეჟისორობა მინდოდა ბავშვობიდან რა და მინდოდა რაღაც მამა ჩემი ხა რაღაც ამ ფილმებში რომ თამაშობდა მეც რაღაცა ჩემთვის საინტერესო იყო რაღაც საინტერესო ცხოვრების და ისტორიების და რაღაცების გადაღება და ადამიანების ჩვენება და მე ეს ქვეყანა რომ დაინგრა და დედაეტირა მივხვდი რომ მე ჩემი მუსიკით რეჟისორიც ვიყავი, მსახიობიც ვიყავი, დიზაინერიც ვიყავი, პოეტიც ვიყავი, სცენარისტიც ვიყავი და აღმოჩნდა რომ აი ეს სცენა არის, რასაც მოვაკეთებ აი ჩემი რეჟისურა თურმე რა, იმიტომ რომ ყველაფერს მევაკეთებდი აბსოლუტურად და მე კიდე ამ ყველაფერს დაემატა ის რომ მივხვდი რომ ქვეყანა როგორი პონტი იყო ის რომ 20 ფილმს იღებდა საქართველოს საბჭოთა კავშირის დროს ცუდია კაი სხვა თემაა 20 ფილმს იღებდა პლუს რუსეთიდან კიდევ ურეკავდნენ დაამატეთ 20 მხატვრული ფილმი წარმოიდგინე დოკუმენტალურზე რაღაცებზე არ ვლაპარაკო და ქართული კინოს ფენომენი მაშინ შეიქმნა აი როგორც იყო მაგალითად ფრანგული კინო იყო იტალიური კინო და იყო ქართული კინო ძალიან მაგარი ნუ ეს ხა რეჟისორები და ეს როგორი ძლიერები იყვნენ ხო და ეს რო დაინგრა ხალხს კიდე ილუზია ჰქონდა რომ შეიძლება და გაგრძელებულიყო და მე ხო ნახულობდი პოლონეთში რა მოხდა სოციალისტური წყობის დამკლევის შემდეგ პრაღაში რა მოხდა იქ რა მოხდა და შანსი არ იყო ამის იმიტომ რომ ეს დაფინანსებები უკვე შეწყდებოდა და მათ შორის რაც ვილაპარაკე ის ყველაფერი მოხდა მე აქ რეალურად კინო კი არა ხალხი რო გადარჩენილიყო მოიხსენებათ 90-იანი წლები რა სიტუაციაში ხო მაგრამ ისეთი გადასვლა რო ყოფილიყო უფრო რბილი გადასვლა არა ეს რევოლუცია კი არა და რაც იყო ამ ხუნტით და იმის გარეშე შეიძლება და შენარჩუნება რაღაცე არა ვერ იქნებოდა იმიტომ რომ გინდა არ გინდა საბჭოურ სისტემაზე იყავინო მოდიოდა კრემლიდან ავია თუ და თუ როცა გამოდიხარ მაქედან შემთავრდა თელის კარშა საქართველოს კულტურამ და რა სპორტმა და ყველაფერმა თუ რამე გაიხარა მაგ დროს იყო ნუ მე რა დროც დადგა ჩემზე კარგად იცი და ესეთი პონტი იყო რომ ყველაზე ექსტრემალური, ყველაზე არანორმალური და ყველაზე პროვესტური მე ვიყავი.
დაუცებ აღმოჩნდა რომ დადა მოტყდა რომელიც მომენტ არ იყო რა ეხა ჩემნაირად გიჟი რაღაცა ვიზუალურად და მუსიკალურად უკრავდა გასაგებ მუსიკას იმ ფილარმონიისთვის იგივე ქიშოც გასაგებ აი ქიშო და ის რა ქვია ის ბიჭი რო არის ის ზაზა შენგელია რაღაც ფესტივალს რომ ერთად ღეროდნენ პატიების დღე და ეგეთი პონტი იყო და მე რო გამომვედი იმ ფესტივალზე გესროლეს პომიდორი არა პომიდორი კი არა ხალხი ადგა და ფაშისტი და რაღაცა არა ფილარმონიაში დადასაც ესროდნენ მანდარინებს ეს დადას არა ეს მე შენ მოვისმინე მაშინ რომ თქვი ეგ ესროდნენ უკვე 90 ეს მოხდა 91 წელში აი მაგი ამბავი მაგი მახს ვანერამ რო და ლიცის რაზაგრევზე იყო რაზაგრევზე ეგ უკვე სხვა ტალღა იყო წამოსული რა ეგ სხვა რაღაცა იყო ეგ ხა მე აღარ შევამე ეს მე გიყვები 86 წელს აი ხა დროებში ვიზილებით ხო ბაზარი არ არის ხო დროები უნდა ვთქვათ რა დროს ხდება 87 წელი იყო ეს და 87 წელში ხა ესეთი მუსიკა რო იკრებოდა რაღაცა ხო ცოტა ხალხი დაიძაბა იმიტომ რომ არ იკრებოდა ესეთი მუსიკა ან იკრებოდა თუ შეიძლება ასე ითქვას, უცხოური მუსიკას იმეორებდნენ, ან იკრებოდა მაგალითად დაიყო ტერენტი გრანელის ლექსებზე და რაღაცებზე, ან თავის, ну, მესმის ხო, ну, вообще როკეროლი არის და ეს ნავდი არ იყო. და დანარჩენი ხა თავის პონჩი რაღაც ხურუშიანი ძრეველების მუსიკა იყო და ხა ეგ კარჩე არ იყო ჩემი რა. და მე რო დავრჩი ამ ქვეყანაში, მე მივხვდი რომ ჯერ წასვლას ვაპირებდი, მაგრამ მე რო დავრჩი ამ ქვეყანაში და შვილი და იქ ოჯახი და რაღაცები, მივხვდი რომ უბრალოდ რაღაც უნდა გავაკეთო. ყველაზე ახლოს ჩემთვის მუსიკალური განათლება ოპერაში უკრავდი რაღაცა კონსერვატორი რაღაცა კლასიკური ჩემი არ იყო და უფრო ეხეთკენ წამოვედი. ხო და როკენროლი საისად დაიწყო. ბავშვობიდან დაიწყო. აი რას მოусმინე, რამ შემოიტანა ბაქტერია რა. აი მე გეტყვი, მე ბავშვობაში უკრავდი ჯგუფი იყო ნაკადული. ეს იყო მე გიყვებით 73, 14, 15 წლები. ანუ შენ ხარ 13, 14 წლის. რაც ამ პატარა 10-11 წლისა. შენ ხარ 64-იანი. ხო, ასეთი იყო კილაძე, ალექსანდრე კილაძე მე მგონია, აი ის აკეთებდა რაღაცა აი კარჩე გაზრდილი ვარ ვერმონების და აი მაგ სუნებში. მე ამ ყველაფრის შემდეგ იყო ვალერას ბლიცი 80-იან წლებს იყო მახსოვს 80 წელს ეს იყო რა ქვია დიდი რეკლამა იყო და ბიტლსები აქედან მოდიოდნენ და ვიღაცები აქედან მეთქეს ვიღაცები ვინ არის ამათი აღქმა როგორი იყო შენთვის ანუ აი ვალერას ფაქტორი იცი რა არის აი ბიტლსები არ იყო ჩემი ჯგუფი რა მესმის ხო მაგრამ იმ ხომაში ხო კარგი პონტი იყო და ანშლაგები ქონდა და მაგარი პონტი ანუ იმ პერიოდში სადაც სხვა არ იყო და ვალერა არსებობდა იყო ხო რაღაც მომენტში გავლენა უცბად რომ შენზე უფროსი ვიღაცა უკვე სადღაც როკენროლშია ეს ბიტლსები და ეს რაღაცები აი პინკ ფლოიდები და რაღაცები მე არ ვამბობ ცუც მაგრამ ჩემი არ იყო არა მესმის ხო და რა იყო არც არაფერი უფრო ეს ყველაფერი წამოვიდა ჩემ იმაში რომ მე მივხვდი რომ აი მე ამის გაკეთება უფრო ღრმად მინდა და მაგრად ესენი იყვნენ ტომ ვეიცი ლურიდი აი ეს ტიპები რა უფრო რა რომ დავინახე რომ ეს არის რაღაცა საავტორო მუსიკა და აი ჯგრები ეგენ საიდან მოიგდება вообще იმ რეალობაში სულ მქონდა ეს ინფორმაცია უცხოეთიდან რაღაცები და აი ხა ფილმს რო ვაკეთებ, ჩემი ერთი გერლფრენდი იყო რა გერმანელი და ისყვება როგორ მიგზავნი და ამ კასეტებს და რაღაცებს სულ შემოდიოდა ეს ინფორმაციები, რაღაც პონტის ხანიქიდან ხანაკედან. მერე კიდე იყო ძველ დროს იყო ასეთი მონტე კარლო თუ ისეთ არხი იყო, მერე სევანაუგაროცევის BBC-ზე როკ გადაცემები იყო, მაგან დაანგრია საბჭოთა კავშირი პრინციპში. მაგაზე გაიზარდა მთელი თაობა ამ სევანაუგაროცევის გადაცემას და სხვათა შორის მაგარი იყო სევასთან მქონდა ინტერვიუ მე BBC-ზე ისა რა ქვია 2010 წელს ჩემი კონცერტი ჩატარდა იქაური პარლამენტის წინ არის ესეთი ჯონ სმით Music Square Hall არის აი ვინც ქართველები ცხოვრობდნენ არ უჯერებდნენ რომ ქართველი დაუკრავდნენ ლონდონში აი პარლამენტია და ეს არის რაღაც მაგათი მექა არის კლასიკური მუსიკის და მე რეიჯერებდნენ რომ კაი შეიძლება ქართულმა დაუკრას და რო ეუნებოდა რომ თავის ავტორო მუსიკას უკრავს ბავშვი გიждდებოდა რომ იქ როგორ დააკრავინოს და ნუ რაღაც ეგრე მოხდა და ჩემმა ძალიან საყვარელმა ადამიანმა ოლგა ბალაკლიცმა ეს კონცერტის ორგანიზება გააკეთა იქაც ის მოხდა რომ საქართველოს საელჩო უთხრა იქა რომ ამ ოლგას როცა ამხელა რაღაცა ხდება ხო ასეთ დარბაზში ქართველი კროსიმებიან კვარტეტანით ნუ ინგლისელების თვალებით. ეგ რა პერიოდია? 2010 წელი. 10-ია. და კარჩე იქ ისეთი პონტი მოხდა რომ საალჩომ თქვა რომ 15000 ისა გვაქვს guest list-იო და ახლა 1000 კაციან დარბაზს როგორ გავავსებთო რა. და არავინ არ მოვიდა საალჩოს არ მოვიდა და და მე რომ მივხვდი მაშინ იყო გელე ჩარკვიანი რა იქ და ამ ირაკლი ჩარკვიანის და ამ ამბებთან დაკავშირებით იმათ მეტყობა რაღაცა ესეთი ჟესტი გააკეთეს რომ აი ჩვენ არ წავალთ ამის კონცერტზე რა ანუ რომელი წელია 2010 წელი ხო და მოკლედ სიტუაცია ესეთი არის რომ
ჩავატარე მაგარი კონცერტი იყო 100 კაცმა იყიდა 60 ფუნტიანი ბილეთი 1000 კაციან დარბაზში 100 კაცი არ მოჩანს მაგრამ ორჯერ გამომიწვა ყვანეს ბიზზე ხდები ხო ეს ხო ნუ ძალიან მაგარი მე ვიღაც ტიპები მოვიდნენ ვიღაც ძალიან ცნობილი მასტები არიან მითხრას მე არც ვიცნობდი ხა და ეს იდეა საიდან გაგიშტათ რომ კვარტეტთან ერთად ესე შეასრულდეს ბალადები და რაღაც კარჩი ხა არ გიპრანჭები იცი მაგრამ ჩემთვის შენ ამ ლაივში როგორც უკრავ და რასაც ჩვევი ანუ მე ეგეთი დუხი ლაივს გეუბნები თან აკუსტიკურზე კიდე ცალკე რომ ანუ არ არსებობს ანუ ჩემ ანუ rock and roll ხო ნუ აი პირველად შენთან სახლში მოусმინე და ნუ მაშინ ჩავყლევდი აი იმაზე რა რაც ქონდა თავის ტკივილები ან ყველაფრიანა და მოდიოდა ესე გიჟი შენთან სახლში ვარ გაზდილი ბაკურამ რომ მომიყვანა გახსოვს პირველად ბახსოვს შენ ისე იმდენი ვიდეოები არის შედი ნახე YouTube-ზე შენ პატარა ბიჭო ჩემი ერთი კონცერტი არის შენთან რამოდენიმე მართლა ერთი მაქნანა ლაივები არის შენი რომელსაც ახლა დავდებ კიდე იმიტომ რომ ძალიან დიდი მასალა დამიკრო ამას ხო ვიღებდი მე რაღაც დონეზე და შენი არის 2 თუ 3 ლაივი არის მე ამას დავდებ ნახავ ხო და მახსოვს კიდე ის როკ ფესტივალზე გამოგიყვან ჩემ დაბადების დღეზე 96 წელს ერთ-ერთი პირველი კონცერტი იყო პეროზე ეს 99 იყო 99 და ახსოვს დაჟე კლუბის სახელი rock and roll მე და კოტე კალანდაძე ფოქსა ყავდა დრამზე და ჯგუფს ერქვა ნაგვის ხე არა გაზის ბალონი მაშინ კეთი იყო წამყვანი და აცხადება ჯგუფი გაზის ბალონი სტილი პანკ როკი იცი რა არის აი წარმოიდგინეთ მეგობრებო აი ეს ხო ყველაფერი ამ ქვეყანაში ვითარდებოდა აბსოლუტურად იზოლირებულად ცალკე კუნძულის ფონში და არ ეხებოდა ამ შოუ ბიზნესს და აი აქაურპონ და ეს გადარჩატო აბა და ეს გახდა თურმე მე ხო ვიცოდი რომ ეს გადარჩებოდა ეს იქნებოდა ყველაზე ნაღდი და ამითი ამაყებდა ქვეყანა ბოლოს ხო და კონდა აი განცდა მაშინ რა თქმა უნდა ვიღებდი ამიტომ რომ ვიცოდი რომ ნაღდი ხო როგორ შეიძლება ქვეყანა თუ ჯამრთელია და ნაღდი არ აღიარა და ტრუხა აღიარა და დაგლიტუკლები ნუ ეს შიგა აქვს და всё მორჩა ხო დამთავრდება ქვეყნის ისტორია ხო ესეთი მოკლედ ესე არის რა და აი ისინი არავის არ ახსოვს იქ არც დაიწერა ისტორია აი ეს როგორც ტუნაობდა თამაში ესევე გააგრძელდა არის ის არ იყო ეგეთი მოსაკიდი ახლა საერთოდ ანუ გასაგებია მაგრამ ის იყო მეინსტრიმი ის იყო მეინსტრიმი და ის იყო ისენ და ხალხი ანშლაგები და აქ სულ მოდიოდა 10-15 კაცი და დღემდე მოდის 10-15 და დღემდე ნაღდი არის და დღემდე ეს დარჩა არა დღეს აღარ არის 15 რო იცოდე გა 10000 და უკვე მართლა ეს უკვე რო შევხედე ისინი ვინც ეს გაათასა აი რა მესმის მაგრამ გაგრძელება არის მაინც ვინ არის შეიძლება არ მოგწოს მაგრამ შენ ხარ ან ბაზა ხო შენ იყავი მაგას ბაზისი რა პლატფორმა შენ დადგიე ხა ვიცი რისი თქმა მინდა რომ ყველგან ვაპობ ამას და ყოველთვის ვიტყვი რა რა საიდანაც არ უნდა დაიწყო ხო ბაკურას რაღაცები ჩარკვიანი რაღაც ყველაფერი მოვა ჩემთან მაინც საბოლოო ჯამში მაგას გეუბნები ან პლატფორმა რეალურად შენ დაიწყე რა და ეხა იცი რა მინდა ყველაზე ძალიან არ გაგეშვები მაგას. ანუ აი ერთად გადაყრები საიდან დაიწყო თქვენი, ვინც ანუ მანამდე არ იყავით შეიძლება ესე აქტიურად. გადაყრები. აი თქვა დადასთან და ვიღაცებთან პირველი შეკავშირებები. მე ძალიან მაგარი კითხვა არის რატო? ბიჭო 78 თუ 19 წელი მიჭერთა ატმოსფერო რა და ირაკლი მირიანაშვილი იყო ჩემი ძმაკაცი კლასელი და ძმა ჩემი რა. და ირაკლი მითხრა რომ ბიჭო ერთი პატარა ბიჭი არის ჩვენთან ანუ ჯიგარი არა მაგამდე დაიწყო რომ ვიღაცა მოიყვანა პატარა ბიჭი მოიყვანა და რაღაც უცებ დადიანი რაღაცა იმ დროს როცა რაღაც თქვენ ერთი ასაკია ზეზე და არა ის პატარა იმან მოიყვანა თავის მეზობელი რა რომ სტრანი ტიპი არის და რაღაც სტრანი ტიპი სონასთან მეგობრობდა და ოფსოზე აყენებდა ვიღაცებს ვაკის პარკში საყურებს ახევდა ისეთი ტიპი იყო ხულიგნური ცხოვრებით ცხოვრობდა რა ეგეც რა ხო და მოიყვანა დადამ და რაღაცა სიმპათია დადამ მოიყვანა დადა ხულიგანი ტოქში ხო და პატარათან ჩვენზე 2 წელი რა თუ 1 წელი თავი ну მაშინ 1 წელი და 2 წელი დასაკალიფებოდა როცა შენ მე-7 კლასელი ხარ და ის არის მე-6 კლასელი თუ ეს ნახო და კაროჩე რაზე უკრავდა იქვე იყო კონტრაბასი და ავიყვანი და უთხარი რომ აი ეს კონტრაბასი და აი ამაზე უკრავდა ვანახე ხა რაღაცები დაუკარი იქ და მოდის ერთ კვირაში თუ 3-5 დღეში რა მნიშვნელობა ერთი კვირა თქვა და რაღაც ირაკლი ამეუბნება ბიჭო რა უთხარი გუშინ იყო მილიციაო მოსული და წასულა აი სონა და ტუსოკების გამოსილებიდან ეს პუშკინი გაუტეხია თელი აპარატი წაღურია თავისთან სახურავზე ბოლო სახში ბოლო სართულზე რო ცხოვრობდა აი სახურავზე დაულაგებია და პოლიციას ახლა და მოვიდა და იჭერდნენ ამას თო
და მე გვერდზე ცხოვრობდა მაგის გვერდზე ჭილაშვილები კიდე ესეთი ჯგუფი იყო არის მე დადამ რაღაც დაიწყო თავისი პონტი და შეუბერა და უკვე მე ხურიგნობას დავიდა ანება და აი ეკეთკენა ესე ოღონდ უკრავდა მაშინ მე არ უკრავდი საერთოდ ნუ მაგი უკრავდა მაშინ მე სწავლობდი კონტრაბასის ჩემპიონში ვიყავი მაგრამ მაგი უკრავდა აი ალა ჭილაშვილების პონტი ეს იყო ბიტლსები და ალა რეგე ეს იყო რაღაცა ოქტოპუსი ერქვა თუ რაღაცა ბენს და აი ჭაჭა ესეთი მუსიკა ხო ნუ რაღაცა დაიწყო ხო რა და მაგას უკრავდა რა და ჩემი დეიდაშვილი თია გათხოვდა დადაზე და გამიხარდა მეთქესის დადა რაღაცა და მივედით და საათი არის გაჩერებული რაღაცას და ვიცი რომ ეს საათი არ არის ხა ნახდა სხვა დრო არის და ეგ სხვა დრო არის და მეთქე საათი მე მგონი გაფუჭებული გაქვთ მეთქი თეა მეთქი და გაასოთ მითხრა რატომ მეთქი მაგ დროს ლენონი დაიბრიდა აუ გადა მე აი ეს ჭარდა ვერი ფიქრებ ლა ეს მივიტანებ მთელი ინფორმაცია რომ მაგის შემდეგ კიდე ცივილიზაცია რა მოხდა მუსიკაში და talking heads-ები კეით ბუშები ძმაკაცი მყავდა ჯარჯი ხუნდაძე და ნუ მაგას ჰქონდა ყველა დისკი რა აბსოლუტურად რაც კი მაგ Stray Cats-იდან დაწყებული დამთავრებული Clash-ამდე რა და ყველაფერი დადას მივიტანე რომ შვილოამის შემდეგ მუსიკაც იწავიდა რაღაცა შეცვალე საათი და მოკლედ მაგარი დრო იყო რა და მე ქიშო როდის შემოვიდა ქიშო იყო სულ ქიშო ხდებოდა მე ბავშვობაში კახაერის თავი და ქიშო იყვნენ ძმაკაცები და მაგენი რაღაც პანკობდნენ და ნარგიზი იყო აქეთ კონსერვატორია ეგ რა პერიოდია 82-3 წლები და ნარგიზი იყო ესეთი ის იყო ლაღიძე აქეთ მახსოვს ნარგიზი ესე ხო იქით სულ დავდიოდი კონსერვატორიაში ჩამოვდი ამათ ხედავდი რა და იქიდან რაღაც სიმპათიურად განვეწყვი ხა მაგენი თავის პონჩი იყვნენ მე ჩემ პონჩი ვიყავი რა ანუ პანკი მაგ დაიწყო რეალურად პანკი ნარგისთან დაიწყო ძირითადად და აი პანკი ვინც პანკის პონჩი თბილისში გაახურა პონტები ეს ხალხი არის რა ჯარჯი ხუნდაძე ქიშო და ესე ქიშო შენს დიდია თუ შენ ერთი წელი ჩემზე დიდია ჯარჯი ერთი გააკურთიერთოა ქიშოსთან რა იცი რა არის ორჯერ სამჯერ ბოლოში რომ ველაპარაკე მივხვდი რომ ეგეც აჭრილი არის და ხა ისეთი პონტია რომ ნერვები ისე დღეში მაქვს მე რომ ხვდები რომ ცოტა ყლეობებზე სერიოზულ რეაგირებას ვაკეთებ და მოკლედ რაღაცები თავის პონჩი უბერავს რა გასაგები მაგრამ ეგეც ნუ მისაღებია ჩემთვის განსხვავებული აზრი ბაზარი არის მაგრამ ნუ ხა კიდე სხვა რაღაცები არის ხო რაღაც მაგრამ ჩემი ძმა არის მაინც მე ხა არ ვიცი მაგას რა სახელი ქვია და ჩემთვის ქიშო არის ქიშო არა ნუ ჩვენთვისაც ხა რეალურად ხო მაგრამ ეს იცი რა არის ადამიანები იცვლებიან და მე სხვა სახელები ქვია აი მაგას ორი ადამიანია ვისაც მე როგორ შეიცვალა სახელი არა ვაფშე ზოგადად მე ხო ხა შენ იმ ქიშოთ ისნობ მაგრამ ეს უკვე სხვა ტიპი არის სხვა ხო მაგრამ ჩვენ ხო იცი მაგას აღარ ანუ არ გვინდა ხოლმე მაგის ახმა და ვტოვებთ ადამიანებს ისეთები როგორებიც აღვიქვით ყველა ტრაგედია პირველი სხვათა შორის ძალიან სერიოზული პონტი არის ნახი ხო მაგი ძალიან სწრაფი რეაგირება გააკეთო თუ გინდა რომ უფრო დაცული იყო ხო, მაგრამ ნუ აი გვინდა რომ ვიღაც კუმირება დავიტოვოთ რა, სადღაც ბავშვობის დროინდელი რა. მომენტ. ხო. და მე და ქიშო დავზმაკასთით, მაგრა და ქიშოს ჩემი და ჩემი გაცნობა მოხდა, ჩერეს ჯარჯი, მე დადასთანაც მოდიოდა, მე რაღაცა. ესე ჩერეს ნარგიზი ხდება? არა, ეს ნარგიზის ტუსოვკა ესენი იყვნენ რა, ეს ტიპები იყვნენ, იქ იდგნენ და მაგრამ თავისას აკეთებდნენ რა. და მე რო დავმეგობრდით ჩემი ძმა გახდა და რა ვიცი ერთად ვიყავით კიდე მაინტერესებს მაგის პარალელურად ქუჩაში რა ხტა ანუ აი ეს სოციუმის წნეხი რამდენად არის რა იცი რა იყო სანამ საბჭოთა კავშირი იყო და სანამ ქვეყანა იყო მდიდარი წარმოგიდგენთ საბჭოთა კავშირის დროს საქართველოს მესამე ადგილის ქვეშ სიმდიდრის პონჩი არ ჩამოსულა რა და განვითარების პონჩი და სულ კაი პონტი იყო და სულ მეცნიერება და სპორტი და კულტურა და ფილმები და თეატრი ანუ წნეხები არ იყო ჩაჭერა რა ეს რო შეიცვალა უცებ 99 წლის 9 აპრილის შემდეგ და უცებ ეს აი ამდენი ცნობადი სახე რო გაქრა და ქუჩა დაიკავეს წვერებიანმა ტიპებმა და ავტომატები და კაებში გაჭრილებმა და ლაპარაკის მაერად რო იყეფებოდნენ და ყმუოდნენ ანუ ომი მაგ დაგეწყო შენ ყველა მოტყდა მაქედან მაგრამ მანამდე ომი არ იყო სისტემასთან სადღაც სისტემასთან როგორ არ იყო ომი კაცო მაგრამ ეს იყო სხვანაირი სვეტსკი ომი ანუ გასაგებია ესეთ კომკავშირი და ვიღაცები და იქ ტიპები რო იყვნენ და რაღაცები პროსტა არ ევასებოდი და რაღაცა ამით იფარგლებოდა და ესენი ლულას გადებდნენ და არა ნუ ხო უკვე სხვა ჯუნგლები შემოვიდა ხო და უცებ ეს ყველა მაგარი სახელი მოტყდა სადღაც 3 საათის შემდეგ დაჟეს გვიანი დრო არ პირველი საათის შემდეგ ყველა სახში გარბოდა და აი ამ ხალხის იყო მთელი ქალაქი რა და ორი პონტი იყო რა ამ პონტში
ისე ჩემი ერთ-ერთი პირველი აღქმა, ანუ მე უკვე ეს ქუჩაში ვიყავი, ხიპურად გამოსული ალბათ 13-14 წლის ვარ და მახსოვს შენ მოდიოდი თეჯისთან ერთად, ძალიან პატარა თეჯი. პატარა. შენ გრძელი რაღაცნაირი მაშინ ჟღალით მით და თეჯი ჩენაირი პატარა. ანუ ეს კადრი დამჩათ ტყავებში შენ და ამას რო. ეგ იყო სხვათა შორის, აი მაშინ ვიყავი, როცა ეს უბედურება დაიწყო 92 წელს ზუსტად მაგას ვიყავი ბერლინში რა. და ესეთი პონტი იყო, რა ხე წარმოედგინე უკვე, აი შალვა იყო და ქეთი შალვა ხახანაშვილი კლავიშებზე უკრავდა ჩემთან მაშინ და ქეთი ჩვენი ახლობელი დადა შალვას მეუღლე. და ვეუბნები რომ ნიკეივის თუსო კარი მეთქი დღეს მეთქი და მეთქი რა ვიცი დაღლილი ვარ მეთქი რა მუშაობდი კაფე-ბარებში უკრავდი და იმათმა რა პონჩი გაიყვანეს იცი ყველა ქართველი რო გენერალის ცოლთან გულაობს და რაღაცა აფერის ტულპონჩი რა. და პროსტა მე და ჩემი ძმაკაცი ვზივართ და რაღაც პონტია და უნდა წახვიდე და უნდა ანახო რომ მართლა მევთხარი აი ამათ მართლა შევუსრულებ მეთქი და მართლა რომ მივიყვან დაღლილმა დაუდე გიტარას ახში მეთქი კაი გამოდით შევხვდეთ და რომ მივიყვანი და რომ დაინახეს ეს ბარბარა მორგენშტაინები და გუდრუნ გუდები და ეს გიჟები და ვაფშე სხვა სამყაროში რომ მოხდნენ უცებ გერმანიაში რო ცხოვრობ მაგრამ ბერლინში რო ბერლინი თუ არსებობს რო არიცი და ნიკეივი რო დაინახეს და ეს ბლექსები და ვიღაცები ბლიქსა თუ რაც ქვია ну მე შალომ კაროჩე დღემდე უნახია ის ნიკეივმა მე დაპატიჟა შალვა პივაზე და ის ლუდის კათხა დღემდე უნახია პარიში პროსტატიკს ну გახურებული ვიყავი და ისენი გაგიჟდნენ აემ პონტიდან თბილისში როგორ ბრუნდება ის გოგოს კიდე ნიკოლა ვინც არის ჩემი ძალიან ახლობელი ისეც მეუნებოდა რომ просто მთელი ცხოვრება იფუჭეფო просто 3-4 თვეა ჩამოსული ხარ და ამდენი რაღაცას გაზეთებში გბეჭრავ რადიოში გაცხადებენ უკვე ტიპები გიცნობენ რაღაც და სად მიდიხარო და რომ დავინახე ხა ეს ბომბები და რაღაცები და აფხაზეთის ომი დაწყებული და უბედურებები ორი პონტია რა რომ ხა ან თქვა რომ ეს მე არ მეხება და ეგოისტურად გადაწყვიტო მაგრამ მე ბიჭო ხა მე რაზეც წერ არის სიყვარული ერთგულება და ძმობა და გაგება ხო და უცებ შენი გრჩები და აქ შენ ცოლს და შულს და შენ დედმამას და ძმაკაცებს იტოვებ ეგ უკვე როგორ აპირებ მე აი ამ შენ დეზერტირობასთან ერთად ცხოვრებას ხო და მეთქი შანსი არ არის ნუ დაბრუნდები და ისე იდეაში ქონდა წასვლა დარჩენა ხო ნუ რაღაც პონჩი ეგრე ვაპირებდი რა არ ეგრეც არ ვაპირებდი რაღაც მიდო რომ გამოსილება შემეძინა და ჩამომეტანა საქართველოში უფრო ეგ იყო რა და ნუ დავბრუნდი იქ ხამბები მოხდა ხო და ეგ რამდენი ხნით წასვლა იყო ეს იყო 4 თვიანი წასვლა რომ დავბრუნდი უკან თბილისი დამხვდა აი როგორ იცი რომ აი მივხვდი რომ ზომურჯა რა და მე ჩამოვიტანე იქიდან ეს ტახელეს ეგ რომელი წელია 92 წელი აი ეს რო არ მე რო არ ჩამოსულიყავ სვანსონგი არ დაიწერებოდა ინფორმით რა ფორმითაც ყველა სევასება და აი რეცეპტმა ჩავწერე და ჩემი მუსიკა ჩემი დაწერილი თავიდან ბოლომდე ხო და აი ეს არ მოხდებოდა აბსოლუტურად ირაკლის მოქონდა ესე რა ჩხაკაჩხუკით რაღაცები და მე უნებოდი ესე უნდა ნუ რეცეპტი მაშინ ვიღაცა იყო ირაკლის ცნობდა როგორც დადასთან კლავიშნიკი ის გაზაფხული ძალიან ეფექტური იყო სვანსონგი ამაზეა ხო ჩაწერილი ამ გიტარას ნანახი მაქვს ვიდეოები ეს გიტარა იყო სვანსონგი რო ჩაწერა ეს გიტარა იმ ნიკოლა მაჩუკა კიდე და ეს გიტარა გავცვალებდი ეს არის ეპიფონე ამ გიტარაზე ამ გიტარას გერმანიაში იყიდე ეს ნიკოლა მაიმ გოგო მიყიდა დაბადების დღესზე და მაგარი პონტი რაში არის კიდე გიტარა ეს საუნდი და ანუ ეს რო ნახეს როსტოვში რომ მოდიოდი ტამოჟნიკებმა რო გახსნეს და რო გაანათა ამან მაშინ ეგ სადიყიდე რა სახე ბერლინში ხო და მითხე ესო რა ჯერ მეგონი ამერიკის აგენტი ტყავებში და რაღაცაში რომ სად მიდიხარ რომ პასპორტს არ უჯერებდნენ ეს ფალსიფიკაციაო ისე და მე რომ გიტარა ნახეს ეს გრადგინდა გაუბიცა უნდა მიქონდეს რომ გადარჩეო და აი ხა ერთი აკორდის აღებით მოიტანა ყველაფერი ის პერიოდი რა აუ რა სიყვარული და რა დაუკრატა რაც გაგიხარდა შენაც გახსოვს იქიდან გულში მოდი რა ვისკი დავლეს და მოგვიანებით დავაი ისე იმას არ დაურეკოთ ვისა თუ აფში აზრი აქვს ვეიპორიასთან კიდე რამე იმას რა მართლა საბავშვობია ისე ხალხს თხოვოთ რომ დააკომენტარეთ კი არა დათაგეთ რომ იქნებ შერცხვეთ რა ვეიპორია არის მაღაზია რომელიც ძალიან გვინდა რომ დაგვასპონსოროს და არ გვასპონსორებს არ იმჩნევენ უბრალოდ იცი გიხაროდეს სიგარეტს რო არ გავუკეთებ რეკლამას უნდა გიხარო არა სიგარეტი არის მაინც ვეწერე სიგარეტის ალტერნატივაა მაინც ისეთ შედარებით ესე პროცენტულობაში ხო და აი გერმანიდან რო არ ჩამოსულიყავი რა არ მოხდებოდა მოდი უკვე ოქროს ბიბილო უკვე გასულიყო ოქროს ბიბილო რევოლუცია გააკეთა თავისი რევოლუცია სერიოზ აი ეს გადაცემა დღეს და რასაც ვლაპარაკობ ეს ყველაფერი არის ვიდეოები
დაარქივებული, დადოკუმენტირებული და ყველას. რასაც ვლაპარაკობ, შევიდეს და ნახოს. აი ეს ოქროს ბიბილოს რო ნახავ, დღემდე აქტუალური არის. ვიზუალი, რაც იქ გადის, როგორი დუხიც მოდის. დღემდე ეგეთი გადაცემები აქ ვერ შექმნა, იმიტომ ეს ამას ჭირდება. ისა მაგის ციფრული ვერსიები ხო გვაქვს რო ავლინკოთ. ეგე რადოს ინტერნეტზე ხო და ნახო. მე მარტო მახსოვს ისა კუდი მაგადაცემის. აი რა ხდებოდა? შეგით მახსოვს რაღაცა მუსიკა რაღაცა, მაგრამ რა ხდებოდა? კარგად არ ვიცი. ეგ რომელი წელია? ეს არის 90-11. მე კარჩი როგორი პონტი იყო, იცი რომ ტელევიზიაში რო დავიწყე მე და ქიშომ რევოლუცია გავაკეთეთ მე. ქიშომ ისე რა, ქიშო თავის პონჩი იყო და მე სერიოზულად მივაწექი იქ რომ გადაცემა უნდა გავაკეთო რა. გადაცემა უნდა გავაკეთო და როგორი სიტუაციაა ის რომ გამიშოს ახალგაზრდულ რედაქციაში. ახალგაზრდულ რედაქციაში დამხდა როგორი ტიპები ხო წარმოგიდგენია 88 თვეში. და ნომენკლატურა არ არის რომ რაღაცეები იქ ისე ამბობს. ხო, მაგრამ პერესტროიკაა დაწყებული და იმათ მოციციან რომ კორუფცია ბრძანებაა მიღებული რომ რაღაცა უნდა შეიცვალოს და უცებ მე გავაზრო იქ. და კარჩი პირველი გადაცემა როგორი გაკეთა ეს ტიპმა დატოვა კამერა. კრეხი იყო რა ჩემთვის რო ეყურა რა იმ ვიზუალში რაც ვიდექი და კამერა ნელა ჩამოწევა. ბოლოსში მთავრდება მიწაზე კამერა. აი ეგეთი პონტი იყო და მე როგორი სიტუაცია იყო. რაღაცა ხო რა და მოკლედ სიტუაცია ესეთი გაიზრო ბოლოსში სადღაც რაღაცა წავედი და ვნახე MTV პირველი რა და მე ვთქვი დავა ეხა ესეთ რაღაცა შავიდან იქ 99 წელი იყო თვათი და გავახურებ ამ პონტს მეთქი რა. MTV-ს აბრაზნი პონტი და MTV ხა რა იყო იქ თავარი რომ მე ვარ ესა და ეს თქვენ უყურებთ MTV-ს და რაღაც თვითონ ფორმა იყო მაგ და ჩამოვედი. შევიტანე ხა იქ უნდა დაგეწერა ჯერ ისა. რაღაცა სინოფსისი თუ სცენარი. რაღაცა მივდივართ მე ქიშო სერგი რაღაცეები და წავაკითხეს ყველას რა ჩემი სცენა. გავედი მეორე დღეს სერგი მეგრე უცხო კლიპები ახლა სად ქართული არარსებული კლიპები რო გადაგიყო და სად სუპერ ჩანელი თუ რაღაცა არხი იყო უცებ ჩამოტვირთული კლიპი და იგივე ტექსტით ლაპარაკა. მივდივარ და მეუბნებიან რომ ეს უკვე გავიდაო ეთერში ამ ტექსტის შინაარსით. სერგი გვარჯელაძემ უკვე ლაპარაკა მეთქეს ბრავო სერგი. მოკლედ ეს ისტორია ესე იყო და ბევრი რაღაცები არის, იცი რომ ბევრი ადამიანის ცხოვრება შევცვალე. ზოგმა ისე მოიქცა, ზოგმა ასე მოიქცა, მაგრამ შეიცვალა რა უკეთესობისკენ რა. და მოკლედ ამ ოქროს ბიბილომ კიდე ქართულ ტელევიზიაში ისეთი მუხტი მოიტანა, რომ იმ შემდეგ ბევრი რამე შეიცვალა რა. რეალურად ეხა რასაც უყურებ რა, ანუ იმას არ გეუბნები ხა ესთეტურად შერამდენად დღევანდელი ჟღერადობები თუ რაც არის რა, ესთეტურ ნაწილში რამდენად. ანუ ხვდები რომ რაღაც მომენტში კაი შედეგი არის უკვე იმისი რაც იცი რა კონკრეტულად ყველაფერი არის რომ კონკრეტულად ადამიანმა ერთმა ტიპმა აი რამ ხელათითაც ის იდეინი გმირი არის თავის პონჩი როგორც მე აღმოჩნდა ამ სიტუაციაში უფლის წყალობით უფალდიდება აი ამ ხელათი მოყვება ხალხი იმას და მე ისეთები გავაკეთე ამას ვინ გაიმეორებს ვის აქვს 3 ან 4 თავი მე პროსტა ესეთი ტიპი ვიყავი და დღემდე ეგეთი ტიპი ვარ და ყოველთვის ისეთ რაღაცას ვიზამ რა როგორც ვერავინ და ვერაზოს ვერ შეძლებს რომ ჩემზე მოახდინოს თავის ზეგავლენა მე ჩემი ზეგავლენები მაქვს და ისე როგორც თulis სწორად ყოველთვის ისე ვიქცევდი ეს უკვე არის უზარმაზარი კონფლიქტი საზოგადოებასთან რომ არ მიდიხარ კომპრომისზე რა პოსტა რა შენ ბაზრობ იმას რასაც შენ თulis სწორად დაუწებ აღმოჩნდება რომ ის ხო და დღეს გიწევს კიდე დღეს უფრო გიწევს დღეს უფრო სიმართლე გახდა დასჯადი ანუ ეხა ამ რეალობაში იმიტომ რომ ყველა ნახერებს ყველა ლაპარაკობს იმას ისევ ის ხროვა გაეზრო რა თქმა უნდა ისევ ის ტიპები რომ იქ რაღაცა თუ გადაუხვიე და რაღაცები და всё და შენ წინა და ეს ხროვის მენტალიტეტი რა არის რომ განსხვავებულ ტიპს ჯიან იმიტომ რომ ის განსხვავებულ ტიპთან ურთიერთობა დასჯადი ხდება. ხვდები ხო ეს თქმა მინდა. აი ეს იყო ჩემი ის მაგალითად რომ დავდიოდი ხა მე ბევრი მეგობარი დაიკარგა გაქრა რაღაც, იმიტომ რომ გრეხი იყო რა ჩემთან მეგობრობა, რომ უკვე ისეც ყვებოდა რაღაც პრობლემების წინაშე, რომ ამ კაცთან რა გინდა და რაღაცა. აი ესეთი ბრძოლით მოვიტანე ყველაფერი და მე ვიღაცა ყლერო გადმოხდება და გეტყვის რომ ვინ ჩემი ყლე ხარო. პროსტა აი არც იცი რა უნდა ხო რა. ეს კრიტიკის ინსტიტუტი ვერ შექმნეს და ვინ არის ვერ დადეს თაროებს. არიციან ცხოველები ვიცხოვრობ. იცი რა ეს ცნობიერების დონის ამბავი არის. არა, კრიტიკა არ არსებობს ქვეყანაში. ანუ ცნობიერებას მოყვება კრიტიკული აზროვნება, ხო? და განათლების რეალობას მოყვება. არ არის აქ. არ არის, იმიტომ რომ არასდროს არ ქონია შეწყობა. იმით შეურაცხყოფა მარტო კრიტიკა, ეს არის განათლება. განათლების ხელშეწყობა არ ხდება. და ეხლა როგორი პონტი არის, ისტორია ვერ იწერება. რატო ვერ იწერება? იმიტომ რომ ეს პაპუასები იცით გადარჩენაზე ცხოვრობს საზოგადოებას.
რამდენი ხანი დაიწყო? ანუ რეალობას გიქმნიან, სადაც უნდა გადარჩე და არა ის რომ განვითარდეს. იცი რა არის, აი ეგეც უკვე ფეხზე მკიდია რას მიხარ. მესმის, მაგრამ ეგრე მე ჩემსას ვაწვევოდი და მე გადარჩენაზე რომ მე ფიქრა, მაშინ უნდა დავრჩენილიყავი და ეს არაფერი არ შეექმნებოდა, არც ფაბრიკა. ფაბრიკამ რა შექმნა? კიდევ ჩამოთვლი. ზალიკოები, კაბუები, ქეთათო, თელი შედი და ნახე ფაბრიკაში ვინ დადიოდა. იმ ხალხმა ხო ეს ახალი საქართველო მოიტანეს. ის ხომ მუხტი მოიტანეს. კაი, მაგას თავი დაანება. მე რო არ ჩამოსულიყავი. ეს სვანსონგი არ დაიწერებოდა, ბაკურა მუსიკოსი არ ხულიგანად დარჩებოდა. მამა ჩემი რომ მეხვეწებოდა და აკროვინა შენთან და ირაკლის და ბაკურას მეხვეწებოდა შენთან და ბაკურა იყო კაი ხულიგანი? ეხა მაგაზე მე ხულიგნურ სამყაროში მე ესეთი ავტორიტეტი არ ვარ პასუხობრივი ვაქცე, მაგრამ მუსიკოსი კაი გამოვიდა. მაგრამ მე ვიცი, ციხე შემხნე ტიპები ისე რომ ბაკურას მეუბნება პიისად პერვი ებარა და რაღაც. არის მაგდები, მაგრამ მუსიკოსი კაი გამოვიდა ნამდვილად და შექმნა რაღაც დონეზე როგორც ბრიტ პოპია, ეგეთი როკ-ენ-როლი ქართული პოპის შექმნა რეალურად მაგან. ეხა იქ დანაჩენები და ირაკლის რა დროს გადაეყარე? ირაკლი იყო, აი მაგას გეუბნები მე რომ ირაკლი უკრავდა დადასთან კლავიშებზე და მაშინ ყავდა ანუ თავისი პონტი არ ქონდა ჯერ? წლებიც თქვი ხოლმე. ხო, ეს იყო 80 ირაკლი რო გავიცანი იყო არაგვისპირი დადასთან. დადასთან უკრავდა და არის სადღაც რაღაცა ძალიან დაუმეგობრდით რა, რაღაც ისე აიწყო რა, რაღაც ნუ აი რაღაც 90-ია? 91 წელი. რაღაც ისე აიწყო რაღაცა და მე რო წავედი გერმანიაში, ეს ის რო არის, მაგისი მანკი რაღაც სიმღერა. ეგ იყო გიორგი ებრალიძემ რო ჩაუშვა, მაშინ ხო ჩაგეშვა და იმტკიცებინა რაღაცები და იყო სამი ტიპზე გათვლილი, დადა, ქიშო და მე. და მე რო არ ვიყავი ირაკლი ავტომატურად მაგის სიმღერა ჩაიწერა მაგ პონჩი რომ მე წასული ვიყავი მაგ დროს. რო ჩამოვედი უკვე ომი უბედურება და ძალიან დავახლოვდით მე ჩემი ძმა იყო რას ლაპარაკობ მაგარი კაი ნუ რასაც ვისაც მე ვისნობ კიდევ ერთხელ ვისა რა ირაკლისას მე ვისნობ მაგარი ადამიანი იყო ჩემთვის. ნუ მე ის ნარკოტიკებმა და რაღაცებმა მაგასაც აურია ეთქვა. მაგრამ მერეც ანუ რაღაც არის კონფლიქტი თუ რაც გინდა ის დაარქვი იმის მერე შენ ტუსოვკებზე მოდიოდა მე მახსოვს 90-იანი. მაგრამ მაგი ეს ბოლოტუსოვკა დაიწყო რაღაც გადაცემა მოვიდა მაესტრო რა უკვე დაცემული ვარ განაცხადი. არა მანამდე არა მაშინ პრობლემა ჩვენ არ ქონია. ეს დაიწყო იქედან რომ მე უკვე რაღაც დისტანციაზე ვიყავ, მივხვდი რომ ნუ კარჩი გავუკეთე რაღაცები და მე შეჩიმა რა შენ არ გახსოვს ხამებს ათენებდი მოდიოდი მთხოვ. ჯერ დაბა იმაზე კლავიშებზე დაუკრავ და ისეთი პონტი იყო რომ მეთხარი მამა ჩემსაც იგივე უთხარი ბაკურაზე რომ ჩემთან ბაზე არ მინდა რა თავის მუსიკას გავაკეთებინა და გავაკეთებინა როგორი გამოვიდა აგერ ხარ და იცით თქვენ განსაკუთრებით ნიკა და ირაკლისას ეგრე უთხარ რომ მოდი ამე შენი გავაკეთო და გააკეთე რაღაცა რა და რო ვიყავი წასული გერმანიაში აღმოჩნდა რომ გურამა წიბახაშმა მიყვანა ვიღაც გერმანელი გოგო სერაფინა თუ რაღაცა ერქვა რა ხო და ამ გოგომ რაღაცა იქ მოხდა ვიში ეშელონებში რომ რაღაცა ვიღაცა ტიპი უნდა შეეხვედრებინა შევარდნადეს ამის მამას და იმ გოგომ მამას ჩააწერინა იქ იმასთან ესა და ირაკლი თქვა რომ შანსი გაეძრო და ლადიკოც მურატო რაღაცა გავაკეთოთო რა და მე თქვი დავაი ბაზარი არის მოგქონდა რაღაცებს გიტარაზე უკრავდა ის გაზაფხული როდის არის ჩაწერილი? ეს ჩაიწერა ყველაფერი 93 წელს. ხო. წიბახა კიდე მაინტერესებს რა დროიდან მოყვებოთ? მე პირადად 99 წლიდან. მაიცა გააგძელე ეგ წიბახა ჯერ არ გვინდა. გავიგე, მაგრამ ის აი ირაკლი ყვებოდი რა, სვანსოგამდე რომ მივიდეთ. და მე კარჩი ესეთი პონტი იყო რომ მე ვთხარი ბაზარი არ არის მეთქი და ჩემთან სახში ერთ წლის განმავლობაში აი ამ მუსიკას ვაკეთებდით რა. კოტე და მაგი მუშაობდნენ პოეზიაზე, ყუბანეიშვილი და მოქონდა და რაღაცა მე მუსიკალურად ამას შემაზრებაში იმაშებოდი, მაგრამ რაღაც პონჩი მე მივხვდი რომ რაღაცა მოხდა რა და დავინახე რომ მეთქი რაღაცა მეთქი არ ჩავწერე მეთქი აუ კოტემ კაროჩე იქ ამბები ჩაატარო ძმაობა და რაღაცები და რაღაცა პრეხანოვზე მივდიოდი სადღაც მანქანა გააჩერდა და შენ გულისთვის და რაღაცები და წამიყვანა ძალათი იმაში მარჯანიშვილის თეატრში წერდნენ და რომ მივედი ხა რომ ნახე რა ცოდილობდნენ იქ მე ვთხარი კოტე ვინ არის? ვინ კოტე ყუბანეიშვილი? ვთხარი ამას გავაკეთე 1 2 3 იქ ისეთი რაღაცა ვთხარი რომ ყველა მეგრევა აურა მაგარია და ვთხარი დავე თუ მაგარია მაშინ ესე უნდა გაკეთდეს და არა ესე მეტი. ანუ 93-ია ხა რასაც 92 იყოს და 93-ში თებერვალში წავედით მან ჩასწერად. და მთელი რეცეპტი. გერმანიაში ჩაიწერა სულ. გერმანიაში ხო გითხრა. რეცეპტიც არა რეცეპტი არ არის. რეცეპტი ვიყავ შენაბა ვიყავ. ვარდანიანი რეცეპტი. ვარდანიანი დრამი, კახა გუგუშვილი ბასი და მე გიტარა, მაგრამ მუსიკა ჩემი გაკეთებულია თავიდან ბოლომდე არანჟირება და ყველაფერი. მოკლედ იქ რაღაცები იყო და ჩაიწერა რა და მე გავაკეთებინა აი რაღაცა ხა რასაც უსმენდი მე ბრიტ პოპი და რაღაცები რაც იყო იმ დუხში გავაკეთებინა ლაითნო იმიტომ რომ ირაკლას უნდა და უფრო პოპულარობა
მაშინაც რა რაღაცა ხალხისთვის რომ მეიტანა რაღაც მე მაგ პონს არ ვაწევდი მე უფრო ალტერნატიულ პონს ვაწევდი და მე ამან მაგრად იმუშავა რა და მოხდა მთელი ამბები და მე ამამების შემდეგ მოხდა ის რომ რაღაც უკვე ამერიკელი გოგო მყავდა ჰეზერა კლარკი და ყველაფერი წაიყო რა ტუსოვკების ხალხი მოდიდა სანახავად კიდე ცოცხალია თუ არა ეს ტიპი რა და უკვირდა რომ ცოცხალი ვიყავი რა აი ნუ კაროჩე მაგრა შევედი არ მინდა ვილაპარაკო ცუდი რაღაცები მაგრამ აი იმ რეგიონში სადაც ეს ხსიარობს ქვეყანა ესეთ რაღაცების რას მე მოვაწყო რა მაგრამ მოვაწყო იმიტომ რომ მე ვიყავი და მე ჩემ თავს ნაკლებს ვერ გავაკეთებინა ბაბათი გავხურდები და ვიდეოებით რო ვიღებდი კიდე როდის იყო ეგ რომ ეხლა დღეს რო ისაა რაღაცები ჩემი მოგზაურობა მოსკოვში რაღაცებს სულ გადაღებული მაქვს ვიდეოები დადებული ეგეც შეგიძლიათ ნახოთ ხო და ეგენი უნდა აილინკოს ყველაფერი ოღონდ ის გვინდა მე მოწოდება მაგის ეხლა თან როგორ ცხოვრობდი მაგ სახში იმიტომ სულ ხალხი იყო და იცი რა არის აი მაგიც მაგარი კულტურა იყო რომ აი ეს არის რომ ძალიან დისციპლინირებული უნდა იყო ძალიან ესეთი როგორ აგიხსნა რა ძალიან ჯარისკაცი ვიყავი მაგ დროს რა აი რაღაცები ვიცოდი რომ იქეთ არ უნდა გადავსულიყავი და აი ძალიან სტროგად მივდიოდი აი ჩემ გეგმა რაც იყო იმას ვასრულებდი მარტო მე რო იქ პატარა ნარკოტიკი მე რო იქ პატარა რაღაცა всё დანგრეული იყო მე ვიყავი იქ მენეჯერი სოჩი კაი მენეჯმენტი იყო რეები მახსოვს იცი რომ სადღაცას იქ პატარა ოთახში იქ თუ კარო შედიოდი იქ თეჯის ეძინა ხოლმე ის ეძინა რომ არავინ არ აწუხებდა თან ერთ სახში ხდება კარზე ეწერა თეჯის ოთახი და იცი რა ზო кайფობ მე რომ აი ყველა ხო მე მივიყვანო ეს სამბები სად ხდებოდა და რომ მიმყავდა ჟურნალისტები პატარა სახში მეზობლები რატო არ აკეთებდნენ ვაფშე არა მეზობლები ჯიგრები მყავდა მართლა რა მე იქ რაღაცები მოხდა მაგრამ მაგარი ჯიგრები იყვნენ და ყოველთვის პატივს ვცემ მაგ მეზობლებს ჩემი ცხოვრების ნაწილი არ და ის რაღაცები რაც იყო ძალიან მე ვაფშე კონფლიქტებიც არ მახსოვს ეს სამეზობლოს ვიღაცას რაღაცა გაიტრაგემია ხო და რისი თქმა მინდა მოკლედ რა ნუ ეს ყველაფერი აი ესე იქმნებოდა რა და მოვიდა აქამდე რა მე ამ ფესტივალების კეთება დავიწყე და მივხვდი რომ ეს პატარა რეგიონია და ეს კავკასიის დისდია დავატრიალე რა 95 წლიდან დავიწყე მაგაზე მუშაობა რო აგერ ერევანი აგერ ბაქო და მე და ჩემი ინგლისელის მაკაცი პროსტა ჩავდიოდი კარებზე უკაკუნებ ტიპები გიждდებოდა თბილისიდან რა გინდათ მე ვთქვა რაღაცას ვაკეთებთ ჩამოძმებო დაუკრათ გავახუროთ რაღაცები და აი ესე შევქმენი ეს სცენა ეს კავკასიური სცენა რომელიც მე აღმოჩნდა რომ იმხელა ფული ჭირდება და რაღაცები და მე აღმოჩნდა რომ მიშა მოვიდა რომელმაც დააფინანსა უკვე თავისი პროექტი ეს ალტერვიზია თუ რაღაცა და იქ იხარჯებოდა 7-8 მილიონი ევრო და ეხლა მე $2,000 რა უნდა გამეკეთებინა ესეთი რომ კონკურენცია გამეწია და მე უკვე იცი რა არის ავტომატურად ხალხი ამას ხო არ გეკითხება ვიზუალს უყურებს ეხლა შენ 2000-ად გაკეთებული ფესტივალი და იქეთკენ 7 მილიონად გეუნებიან ბანძიხა და რო არ გაუბანძებულიყავი დავაკენსელი და გადავიტანე ინტერნეტ მე მახსოვს მაშინ უკვე რაღაცა ერთი ანუ მეც ერთად ვსაუბრდით და იმ მაგ კავკასიას რო აკეთებდი თემურა ვიღაცები არ გეხმარებოდნენ ჭყონია და იმიტომ რომ მახსოვს ისა ერთი ორჯერ შეეცადა სოფო, მაგრამ იქ სოფო ჩარჩავდა რაღაცა. სოფოსთან ძალიან კაი ურთიერთობა მქონდა, სოფოს დავეხმარე fashion TV-ს ჩამოყვანა. აი ეგეც მახსოვს, ხო ის ბარი რო გაკეთდა. ის ბარი რო გაკეთდა და რაღაცები გაკეთდა და აი მოკლედ მე ვიყავი ვინიცი საქართველოში 90 წლებში ინტერნეტის და ხიდი დასავლეთისკენ. ამ ქვეყნის მთავარი მისია იყო ბაქოში გაეკეთებინათ მოდების ჩვენება ყველაზე დიდი. მოსკოვი და თურქეთი დავიწყებული ქონდათ რა, ნუ ვიღაცები ჩადიოდნენ, მაგრამ იქ ბაზარი არ იყო ამათ. და ოცებ ჩამოვიყვანე ფრანსუა წილე. ტიპი რომელსაც აქვს 7 თუ 8 არხი, აი როგორც არის Music და ისინი მაგის გაკეთებული MCM, მაგი არის ავტორი, მაგის შექმნილი ეგ არხები, Fashion TV-ს ჩათვლით. და ნუ აი ესე დავაკონტაქტე. ხო, ეგ დავაკონტაქტე ესე პირდაპირ პარიზის ტუსოვკასთან და მე გახდნენ ცნობილები ეს ხალხი რაღაცებს აკეთებდა. ცოტა ხანი გაასწორა მაგ fashion bar-მაც დასაწყისი პერიოდი სატუსავ. თავის მიზეზი ქონდა მაგას. მე ისეთი პონტი არ ხა რაღაცები გავახსენე. მოკლედ მეგობრებო, მოდი ჩვენს განუცხოვრებას გავუმარჯოს და ჯიგრობას გავუმარჯოს და კაცებად რო რჩები და ნაღდებად რო რჩები და ცხოვრება რო მიუხედავად თავისი გამოცდებისა, მიუხედავად თავისი პრობლემებისა, მაინც გტოვებს იმ ადამიანებად, რომ ერთმანეთის ნახვა გვიხარია, ერთმანეთს რაღაც დონეზე პატივს ვცემთ და ეს არის ყველაფერი. თუ გაგუმარჯოს. მეტი კი არ ყოფილა საჭირო. მედმენში ვარ, ტიპები დილიდან სვავენ. წვეში, ვინა დილიდან. ეს ვისკი რო დადგიხა, რას ვისაუბრდი მე. აი დამიჯერებ, რომ საქართველოში მე რო დავიწყე დაკვრა. ალტერნატივა და რაღაცა კი არა. რო თქვი რომ პროექტს ვაკეთებ, მეთქი ტიპებს ინჟინერი ვეგონე. იმიტომ რომ მარტო ინჟინერიაში იყო ეს სიტყვა ცნობილი რომ პროექტების კეთება.
რო თქვი როკ-ენ-როლი და როკ მუსიკა და ტიპებს ეგონა როკ-ენ-როლს უკრავდა. აი, ესმის ბუკვალურად. იყო გაგება მუსიკანტი და მუსიკანტი რას ნიშნავდა, იცი? ამდა დაგეკრა ფილარმონიაში, ამდა დაგეკრა რესტორანში. ხო ხვდები? რა თქმა უნდა. აი, ის დამოკიდებულება რომ როკმენი და იქ რაღაც აი სიტყვები ეგეთი საერთოდ არ არსებობდა. ნუ ალტერნატივაზე არაკონფორმისტულს და იმას საერთოდ არ ვლაპარაკობ. და აი მაგ სიტყვების ერთ-ერთი ჩამომტანი და გამავრცელებელი ვარ ამ ქვეყანაში. ბაბალშომ რო ვილაპარაკოთ. იყო ფილარმონიული ჯგუფები, ვალირაც მანდ უკრავდა, დადაც მანდ უკრავდა, ისა იყო ანდეგრაუნდი. რომელიც ვიყავი მე. არცადმად არ მიშვებდნენ. ერთი ოჯელ გამომიშვეს, მე ინანეს რომ ეს ტიპი მეორჯერ აღარ იქნება და გამომიშვეს გარეთ. იცი რა მინდა ეხლა გამახსენდა ის წეღანის ტრეკი რო გითხარი შენ ამ ჩემთვის რაღაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანია იმის მერე რა რეცეპტის პერიოდის მერე ეს ამ ქუჩას ქვია სახელი ჩემი იმიტომ რომ ვიცი მაგის ემოციური ნაწილი საიდან მოდის და ისტორიული წყაროები ჩემთვის ეგ არის აი უტრეკესი ერთ-ერთი ისეთი რა თან კაი 5 თუ 7 წუთიან ტრეკი აი მინდა მაგი ჩავწერე ფორტეპიანოზე რა სტენვეი იყო გვაჯისთან უბრალოდ თორნიკესთან ჩავწერე თორნიკე რა გვარია გველესიანი და ბიჭო სი ბემოლი ეს დედა აფეთქებული არ ჩავარდნილია ჩავარდნილი იყო და სულ ამ სი ბემოლს ვიყენებდი და სულ ყველგან მოჩანს იქ რომ ჩავარდნილია ეს ხმა და სულ თხოვდი რომ გიქნებ სანამ ჩავწერა და როგორც კი მორჩი მე გააკეთეს ეს ფორტეპიანო და სი ბემოლის დედა აფეთქებული გამოასწორეს მე და პირველი ვერსია აი სულ გული მწყდება რომ ნეტავის სი აი რო usმენ ხო რაღაც ხმა აი ხა ამ ვერსიაში რაც გიდევს აჰა ჩემი ყურისთვის არის ხო რომ შეიძლება პანკურად გავიყვანოთ მაგრამ მე მაგრამ მაწუხებდა იმ დაკვრვის დროს რომ ის დედა აფეთქებული სიბემოლი იყო სულ გაფუჭებული ხო და ყველაზე მთავარი რა რომ მაქსიმ ღერაში დამოიწყდა საქსოფონის დადება უმაგრესი პარტია და გავიდა ამდენი წელი და ეხავთ ხო ძალიან კაი გოგოა ნინი საქსოფონისტი არის და იმას მინდა რომ დავადებინო. და რემასტერე ხო? ისა შენ ალბომი ხო გაქვს სადღაც დამთავრებული გვაჯისთან დევს თუ სადღაც რომელიც არ გამოცებულა არასდროს. არაფერს არ ვშევ. რა? იცი რა ჩვენ ესეთი ის გვაქვს რა, მუსიკოსები რომ მოდიან, ვეუბნებით რომ აი რო გავა ეს გადაცემა, რამე ან ახალი სიმღერა დაწერეთ და დავდებთ, ან რამე გამოუცემელი გამოვაქვეყნოთ. და არ გაქვს რამე ისეთი რომ მოგცე რომ ჩვენ ეხავე გეტყვი. მე სანამ წავალ ნიუ-იორკში მინდა რომ აკუსტიკური ალბომი მოვრჩე რა. აი ეს არის უკვე ძალიან და ბასი და გიტარა მე 1000 ჯერ გადავაწერო იმ ძიმე ხო მაგრამ მაგას ბევრი დრო უნდა. არა ერთი რამე სიმღერა გვესროლე რა. აი ეს მე ძალიან ბახალას ველაპარაკები ხა მაგას რომ აი ამ პონჩი ვარ ძალიან პედანტი. აი ზუსტად ის საუნდი თუ არ იქნა, ზუსტად ის რაღაცა თუ არ იქნა, არ უშვებ, გაიგე? და ეხლა აღმოჩნდა რომ ეხლა ვიყიდეს დედა აფეთქებული ჯაზ ბასი ფენდერის ნამდვილი, ეხლა რაღაცები და მინდა გადავაწერო იმას რაც ჩაწერილია უკვე და ესე ვერაზეს ვერ მორჩები. ხო და მინდა რომ იცი რა მე ხო არ არის კარგი. იცი რა არის, მაგას გეთახმები, მაგრამ მე ხო მინდა რომ ხარისხიანი გამოვიდეს არა? ეხლა აუჯა სადამთავრებ მაშინ. თელი ცხოვრება თურმე ყოფილა მუსიკა. და მოკლედ ესეთი ასწორებს რა. ყოველ შემთხვევაში აი ხა ფიქრობ რომ ამ წლის ბოლომდე მე პირადად გპირდებით 2 წიგნი გამოვა და 2 ალბომი დაიდება. აჰა. ამ წლის ბოლომდე. ამ წლის ბოლომდე. თუ არა და მითხარით რომ შენი აღარ გჯერა. კარგი. შენი აღარ გჯერა. დადას რა მაგარი სიმღერა იყო, მაგრამ მე შენი აღარ გჯერა. 30-ში 30 აგვისტოს გვაქვს კონცერტი სირკუს მირკუს, ის არის რა, ფესტივალი კეთდება პირველი სტოქტონ ინ ვაიტს არის ორბეთში, ღია სისქვეშ, მოკუ გამოდის ჩვენ ბედფორდ ფოლსი და კორძი და პირველი პონტია რა და იმედი გვაქვს რომ რაღაცნაირად ეს დიდი გახდება რა. ეს როდის არის? ეს არის 30 აგვისტოს და ჩვენც ავდივართ ზმუკიც ადის და იქ ინტერვიუები. ხო და ჩვენ წერთ თან და თან ეს უკრავს და მეც მომიწევს ის მე მგონი შენ. რა. ნახოთ. შენ და წაიყვანო წესით. არა, აღარ მინდა ეს წაყვანო. მართლა? ანუ არც არის ფუნქცია, ანუ საჭირო ამას პონტი აღარ. პროცეს მუკი ავდივართ, იქ ოთახი გვექნება ჩვენი. ვიღაცა თამადა ყოველთვის საჭიროა კონცერტებზე. ხო, მაგრამ სხვა თამადოს. როკერონი პონჩი. მე დავლიოთ თამადოს. აბა. ოკეი. აგერ თამადა, მე წამოდი და ითამადი. მე ვერა.
ისე რომ აიძმებო ესე არა ქართულმა ალტერნატიულმა მუსიკამ და მე უცებ ბოლოში გაჩნდა რაღაც აი ეს ზაუმნი Facebook-ზე გაზრდილი ბავშვები და რაღაც შემომიტიეს აიდანღაც რაღაცები და ну რაღაც ზამძიმე პერიოდი იყო ეს რაღაც ელექტრონული ალბომი დავდე სადღაც იმაზე JDL-ზე და ბიჭო აჩქარებული გაუშვეს თუ რაღაცა მოხდა და მე ჩქარა ვიმღერ რაღაც მაგრამ მაგარი არის რა და ხა როგორი პონტი არის ის რომ რომელი ელექტრონული ალბომის მეფეები მეძახიან ძმას და გოგოსთან ერთად რაღაცა ელექტროვერსია ხო იმპერატორები და მაგი პონტი მაგარი სიმღერა ძალიან ну ეგეთ ну ელექტრონულ ალბომში არაორდინალური იმიტომ რომ ჩემებური აზროვნებით არის და მე ყველგან არაორდინალური ვარ ხო და დადასთან წერილები გაუშვეს დადამ ხო მე ისა რა ქვია რომ ნახე ჩვენ წმინდა ელექტრონულ მუსიკას რა უგნა და რა მაგაზე ამბავია და ქუდზე კაცი გამოსვლები და ეს ვინ არის და რაღაცები და ну ეხა ახალგაზრდები არიან კი რაღაცები და დაუთმო მაგრამ მე დრო რო გადის კაი აი ეს არის აი კრიტიკის უქონლობის გამო ამ ეს ქვეყანა სული ზარალებს რა სულ რაღაც ტენდენციური ტიპები მოდიან თავისი მოდა მოაქვთ მე ეს ხვდება მე ვიღაცა თავისი მოდის იმას კოიმს ეძახის და ესე ტრიალებს და არ იცვლება არაფერი ისტორია ვერ იქნება ხვდები ხო ის და არა და ისტორია საჭირო არ თუნდაც შენი ცხოვრების ისტორია თუნდაც შენი ცხოვრების ისტორია ეს ხო ისტორიები არის ამ ქვეყანას ამაზე მეტი ხო არ ექნება არავინ არ ფიქრობს რომ ეს დაწეროს გააკეთოს აგე ხო და ეხა ისეთი მე და შენ და სამი კაცი რო ვილაპარაკობთ და ერთმანეთს უთხრით რომ კი მაგრები ვარ ეს დროს ის კომენტარებში გვეტყვიან რომ არა არ ხარ მაგრები აი ეს კომენტარები და ეს კიდე ვიღა ჩაჩაჩა ტიპებმა თავის ცხოვრებას მისმენ ეხა ეს ხო კეთდება იმას მაგი არ უნდა გააკეთოს ეს უნდა გააკეთოს რაღაც ინსტიტუტმა რომელიც ნუ ქვეყნის პონჩი ფიქრობს ქვეყნის განვითარებას და ვიღაც 3-4 კრიტიკის ნაწილს იძახი კრიტიკოსს იძახი ანუ ხო და არიან მუსიკალური კრიტიკოსები ვიღაცები ნუ რავი ეხა დღეს აი ხა მართალი რო გითხრა დღეს აღარ ვარ ჩაძებული მაგრამ არა ვინც არიან რა ჩვენი მეგობრები არიან ისე ხო ნუ არა იმათმა რა თქვეს იცი იმათ არ უნდა ჩხუბი იმათმა თქვეს რომ ჩვენ მართო დაიცა რაღაც ნაბუზრული სიტყვა გამოიგონეს კაკაბიშნა რომ ჩვევია ჩვენ რომ ესეთი არც წვაც რო წავს და არც შამპუს რა დაიცა და ვინები ვართო ჩვენო პუბლიცისტები რაღაც ახალი სიტყვა ისე რეალურად კრიტიკოსი ესე რომ პირდაპირ აი ცულივით გესროდეს თუ დასაჯმელი ხარ თქვა ხო ანუ ეგრე არ არის რეალურად ანუ მარტო ჩემზე შეეგუონ იცი რატო ჟურნალისტები რომ მოდიოდნენ მეუნებოდათ ჩემზე კრიტიკულად დაწერა საზოგადოება შეეჩვიოს კრიტიკა მისაღები არის და მე ჟურნალისტები შეხვდნენ და მაგინებდნენ რატო იცი შენ შემდგომ ხოძეს დავწერე და გაგულახესო კაი აი ეს არის მორჩა აქ მთავრდება ყველაფერი რა ჟავი ხო ის დაჯმის ინსტიტუტი რეალურად რო იყოს ბევრი ერთ კაი განვითარება გვექნება ხო ისეთი პროფესიული და ზომიერი რა შეჩემა მართლა ანუ კრიტიკა რეალურად არის მაინც ანუ აი რა აძლევს ამ ტიპს ამ credibility როგორ არის ხო იმას რა ქვია უფლებას არა საერთოდ ანუ აი 100%-იან შეხი მაპატი აი ვიღაცა გადმოხდება ლაპარაკობს აი შენ რა გაგაკრიტიკოს ხო შენ იმ ტიპს რა უფლება აქვს იმან ეხა არჭომ ტროიცკი რო იყო დასავლეთში რუსეთში რო იყო ხო და იქ ვიღაცები რო იყვნენ დიბროვი და ვიღაც როჟები ხო იყვნენ იმათ ბიჭო უფლება გქონდათ ვიღაცაზე რაღაცა ეთქვას და ის რაღაცების ანგარიში დამსახურება გასაგებია და კვალიფიკაცია და ეხა ვიღაცა რო კომპეტენცია უნდა ანუ ბევრი მუსიკა მაქვს მოსმენილი და მაგიტო კომპეტენტური ვარ არა ხო და ნუ რეალურად ეკო კომპეტენცია გინდა არ გინდა სადღაც დამსახურება მოდის რაღაც დროში რა კრიტიკოსის ინსტიტუტი არ მესმის ვერ დაგეთანხმები მაგრამ კრიტიკოსი ტიპი რომელიც ბიჭო ვიღაცა მუსიკას რო აკეთებს ან ნებისმიერ არტს რა ეგ ტიპი არის უკვე ნახევარ ღმერთი მომისმინე აი სწორედ ანუ მომისმინე ანუ სად გეტყვით ახლა რა რეალურად ჩვენ არ ვართ ანუ რატო გვაქვს რეაქცია ცუდი კრიტიკაზე იმიტომ რომ მიჩვეულები არ ვართ მაგ ამბავს რა იმიტომ რომ არასდროს არ ქონია და ვიღაცა აკეთებ კრიტიკი გვაკრიტიკებს არ გვსიამოვნებს იმიტომ რომ არ გვაქვს გავლილი აი მაგი ერთი არის კულტურა ნიკუშას მინდა პასუხი გავცნო აი ზუსტად ეს არის როცა არტისტი ხარ შენ აი მაგალითად მე ვაკეთებდი ალტერნატიულ მუსიკას რომელიც არ იყო პოპულარული მუსიკა ხო და კრიტიკოსის ფუნქცია ის არის რომ ჩემი აი ეს რაღაცები რაც საზოგადოებას არ ესმის მიაწოდოს და გადაუტარდეს ანუ განმარტებაც და შეიძლება რაღაც პონჩი კარგი თქვა შეიძლება რაღაც პონჩი ცუდი თქვას და ეს ზრდის მუსიკის ხარისხს საბოლოო ჯამში მაგრამ შენ მართალი ხარ როცა ყლე ამბობ შენზე რაღაცას ხო რა თქმა უნდა ეგ გიზანდები მე ის უკვე სხვა თემა არ და ის ლაპარაკობს იმიტომ რომ შეურაცხყოფა მოგაყენოს და ის ლაპარაკობს იმიტომ რომ ვინ არის შენთვის ავტორიტეტი აი ვინ უნდა დაწეროს საქართველოს ხო და მაგას გეუნები მაგი დავიწყეთ მაგას გეუნები რომ დააგვიანა ყველაფერი
მორჩა. ანუ ეხა შეუძლია ვიღაცა გაჩნდეს და ვიღაც პატარა ბავშვებზე დაიწყოს ლაპარაკი და ვიღაცა ვთქვას, რომ იმისთვის ის შეიძლება ავტორიტეტი იყოს. ეხა ჩემთვის ვინ უნდა იყოს ავტორიტეტი? მორჩა დამთავრდა. ხვდები ხო ის თქმა უნდა? მესმის ასაცი. დასრულებულია. გავაგზავნეთ სხვა თემა. ხოდა ჟავი, ნუ ძალიან საყურებლობა არის. მაგარი ვისკი ყოფილა, მაგრა გამისვა. მადი რამე დავგარი რამე. აი, დავწ. თუ გინდა აკუსტიკს მოგცემ. არა, ეს გიტარა რაღაც. არა, მე ამის ჟღერადობა მეგრევე მაჩუჩუნა უცბად. იმ კასეტის პირველი შენი ჩანაწერის ის მოიტანა. პირველივე აკორდმა. მედიატორი ისე ვიქარი, თუ დაგჭირდა. აუ, რა სიგიჟია მეხსიერება ისე არა? მეგრევე რომ Πανჯრების იქეთ სვიმდა ისევ და მე მჯეროდა რომ მოხვიდოდი შენ სვიმა დამთავრდა და შენ არ ჩანდი მაინც მაგრამ მე ისევ გელოდები შენ გელოდები შენ ეს ყველაფერი არ დაიწყო ჩემით და ეს ყველაფერი არ დამთავრდება ჩემზე ცივის ქვილის ქვეშ შეწყვეტილი სუნთქვით მე ვიხსენებ შენს და ვიწყებ სახეს ანგელოს ოქტო ოპერატო ბთოსნებო გთხოვთ ისევ დაბრუნდით ჩემთან დაბრუნდით ჩემთან მაპატიე სრული რომ არ ემთხოვა ნაბის მაპატიე მსულ რომ ბრუნდები უკან მაპატიე რომ ამ ხელათი მჯერავს რომ გაზაფხული ჩემს ფანჯრებშიც მოვა ანგელოს ოქტო ოსიყვარულო გთხოვ ოპერატო ბთოსნებო გთხოვთ ისევ დაბრუნდით ჩემთან დაბრუნდით ჩემთან πανჯრების იქეთ წვიმდა ისევ და მე მჯეროდა რომ მოხვიდოდი შენ აი ცოტა ტაში ზედმეტი ისე გამაჟრიალა რომ მეგობრებო ადი ამას არ ველოდი ხოდა კიდევ გითხრაგერ კაცმა მოგიყვა რომ აპასნი არის ამის ლაივების მოსმენა რავი მე ისე გეუბნები მართლა შენმა პირველმა კასეტამ გამხადა ესეც
ჯიგარი ხარ. და ეხა რასაც აი მართლა წეგან პირველი ვაკორდი. პირველმა კაცმა მოახვედრა ციხეში. მოახვედრა ციხეში რეალურად. თავის მაგრამ ესეც ხო ის არის უფლის სიყვარულია რომ აი ეგ ზიხარ მაინც და ამხელა გამოსილება შეიძინე და დაინახე უფრო მეტად რა არის ცუდი რა არის კარგი და შენ შეგიძლია იგივე შენ ახალგაზრდა თაობას უთხრა რა იყოს არასწორად ეგ არის გაიგე ყველა სწორედ დასკვნების გამოტანაა ყველაზე რეალურად ყველაზე კაი თავის გაცნობა შენი ძალების შეფასება არის რა თქმა უნდა ხო და სადღაცას მაგ ძალების საბადო იყო ის რეალურად გეუბნე ხო და ეხა აი პირველივე აკორდი რო აიღე თქო აწყობამდე პირველი რომ მოსინჯე საუნდი რა სიგიჟია მეხსიერებაში კიდე ხმის ამბავიც ხო ცალკე ის ვიზუალური ნაწილი არის და ეგრევე მოიტანა მთელი აი ეს პირველი ემოცია რაც იყო და ეხა უკვე ტრეკის დაკვრა იყო ამობრუნე ეს სიმღერა მართლა იმინა არის თქმა უნდა ის რომ აი დღემდე ჟღერს მოშნათ ხო აი ეს არის მაგარი პონტის ფინალი დრო არ ვერ ეხება თან იგივე გიტარაზე რაღაცას მივხვდი რა შენს უნდა ჩაწერო ლაივში ანუ აი სტუდიურად და რამე პონტი რო აბა ცალ-ცალკე ინსტრუმენტი აი მართლა არა აი მინა აი სვეჩი ხო მაგარი იმიტომ მზელდება ამერიკა დაჟე მსმენელი გჭირდება სტუდიაში აი ბო მართალი კაცი იმიტომ რომ მე რო გადავდივარ რა პედანტურ და რაღაც ტექნიკურ და რაღაცებში იქ უკვე კაროჩე ყველაფერს სხვანაირად აი პროსტო მთავარია გული ჩადო თორე რა ნოც აიღე გულს ვეღარდებ იქ გული შანსი არა უკვე როცა ტექნიკაზე გადადიხარ აუ ჯაზბასით ჩავწერე ხარ და იქ უკვე მოჭრა რა ჯაზბასი ჩაწერილი მაქვს ყველაზე მაგარი სიმღერები და შენთვის ყველაზე ინტიმურ სიტუაციას სახლის ლაივები შენი რაც იყო ანუ ჩემთვის ხო მაქვს სხვადასხვა რეალობებში სახლის ლაივები იყო ანუ ეგეთი საკრალურად მისტიციზმი არ ზად შემიძლია დაგეხმარო იცი რა არის 24-ში მიფრინავარ ნიუ-იორკში ხო და რო ჩამოვალ ხო მაგრამ აი რო ჩამოვალ გაზაფხულზე მე პაჟალს რა თქმა უნდა უი შენზე ამ მომენტს სოლი მოყავს შენზე მომენტ რა შენ თვითონ თქვი იცი რა არის რო არ ეთქვათ არავის მე თვითონ თქვი რა ნუ ესეთი პონტი არის მე ძალიან დიდი მადლობელი ვარ ყველაფრის განსაკუთრებით ჩემი მეუღლეს ქეთისი მათეშვილის ჩემი ოჯახის მაგრამ უბრალოდ ისეთი რაღაცაა რომ როცა ასაკში შედიხარ რაღაცნაირად გინდა რომ უფრო შენი ჭკურის და შენი გაგების ადამიანთან რაღაცები და ნუ ისეთი პონტი არის რომ მე და დაიანა ერთმანეთს ვიცნობთ 96 წლიდან და მაშინ მქონდა პირველ აგვისტ დაწერა სიგიჟე იყო 96 წელი წარმოიდგინე დანძრეული გაუბედურებული ქვეყანა და მე ისე ტყავებში რაღაც ჩემპრიკიძე მოიცი ავდივარ ჩემი დაქალის ქეთი ხელაძე იყო მაშინ ჩემი ძალიან ახლობელი და მაგასთან სამსახურში და გავხსენი კარებს და ვიღაცა ბიჭო თეთრებში ანათებს თო და პირდაპირ მივედი და რაც ვიცოდი ჩემი 5 ინგლისური თუთხარი რომ მე და შენ დღეს საღამოს გულავთ მეთქი შეუმხედა გაკვირვება ეს ვინ არის ქეთი რაღაცა გააცნო ჩემი თავი და იმ საღამოს ირაკლი ჩარკვიანთან მივედით ირაკლისთან წავედით ჯერ ქეთი თქვა რაღაც საქმე მაქვსო ირაკლისთან და მივედით იქა და იქ იყო ამბები აქეთკენ იქეთკენ და მოკლედ წამოვედით ირაკლისგან რა და ავტეხეთ დასაუბო ტაქსში რა თუ რა ქვია იმას და ბიჭო ხედავ მთელი მაშინ ამოძრაობა იყო 1-5-6 მანქანა განათებული დანებით უკან მოხდა რა გვიყურებენ და ისეთი პონტი არა რომ მოკლედ მაგარი დაიწყო ხო მაქედან დაიწყო და მოკლედ მე რაღაცები მოხდა და მე რაღაცები მოხდა და 4-5 წლის წინ რაღაც შევხმიადით ერთმანეთთან რაღაცები გავიხსენეთ რაღაცები ესა და ის და გაიღვიძა. ხო, კი არ გაიღვიძა, უბრალოდ იცი რა, უფრო ჩემი ჭკუის არის რა. და უფრო ის ადამიანი არის, აი ვისთანაც რაღაც დონეზე უფრო თავისუფლად ვცნობ თავს და რაღაცები და ჩემებურად. ჩემი პური გაგების ქალი არის. ნიუ-იორკი არის რა. ხათა შორისია. მიუხედავად იმისა, რომ სადღაც ონში მუშაობს და მე-3 თუ მე-4 რეგისტრი უკავია გენერალური დირექტორის შემდეგ ისეთი პონტი არის რა. ჩემი მუსიკა ბიჭო, აი მანდაც ყოფილა მუსიკა მთავარი. აი ეს შენ და შენი მეუღლე ერთნაირი მუსიკაზე თუ აცი. აუ ისე აი მორჩა რა. აი მორჩა რა. იმდე მაგი ვერ შევცვალე რომ ადამიანი თუ მუსიკალურად არ არის გათვითცნობიერებული ურთიერთობაში ვერ რჩება. არ ყოფილვარს მე ეგეთ ურთიერთობაში რომ ის სხვა მუსიკას უსმენს.
შეიძლება არ არის კარგი ეგ რაღაც ეგ ხა აღმოვაჩინე რომ მაგით ანუ ეგ მნიშვნელოვანი ნაწილია ადამიანი რომ ეს ნახე ტიპი რო უსმენს შენაერ მუსიკას ეგ ხო რაღაცას ნიშნავს ანუ ძალიან ბევრ რამს ნიშნავს ძალიან ბევრს ნიშნავს მსოფლმხედველობას ნიშნავს პოზიციას ატმოშენებს რაღაც მე არ მინახია ხა რავი მოკლედ ხა არ დავკონკრეტები მაგრამ ნუ რაღაც არტისტები არის რომ აუ ძირითადად ჩემი მეგობრები ხდებიან, ვინც მაგ მუსიკას უსმენენ. ახლა მეგობრები შეიძლება ყოველდღიური არა, მაგრამ აი ზუსტად მაგია, რომ აი შენ შეგიძლია, რომ აი მუსიკალურად, აი რამდენი ადამიანი ხა უბანში რაღაცები ისნობთ 1-2 მუსიკას რამდენი წელიც არის, ხო? და უცებ ვიღაც მუსიკალნა ტიპი 5 წუთი გასნობილია და უფრო ახლობელია შენ. ეგ არის შენაირი ტიპია, შენაირად აზრობ, შენაირად რაღაცა და ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. მე ასაკში რომ შედიხარ, გინდა რომ ყველაფერი ემთხოვდეს რა და რაღაცები ისეთი იყოს რა. თან რაღაცა სალაპარაკოც ეგეც ხო თემა არის ალაპარაკო მუსიკაზე რო ლაპარაკობ ასმენინეთ შენაირი გიჟი რო არის და რო ხედავ ამას და თან როგორ შეუძლია რომ ეს რაღაც ოფიციოზიც იყოს ამ ონში და რაღაცა უცებ შენზე ვარ ეს გიჟი არის და ნირლანდიური სექსუალურია ძალიან ხო ისი როგორ მიტყავს მე რომ აი რაღაცა то მოყვება ყველანაირ შენ შეზოფრენაში რაღაცა ქართული ოჯახები მაინც ისეთი არის რომ არ შეიძლება არ მოსულა იქ რა სიტყვის ხალხი რაღაც მაინც შეზღუდვებია მე იღლები გაიგე რაღაცებიდან და სოციუმის რეაქციას რაღაცა იქ ხო არ არის ამდენი პრემიერები სხვადასხვა ქვეყნის ისეთი ლოგოები ვიღაცა ეს ის რომ ყავდა ჰეზერა კლარკი მეხსოვრებთ ეს როგორ იყო შავგრემანი კაი გოგო იყო ეს ის რომ ყავდა ყავისფერი ჯინსი ვიყიდე და ამასთან ამ შარგულთან შენთან ერთად არ ვივლია ის მიზურიდან იყო ყველაზე გამიზური როგორი გაგებაა და მე ვთხარ რატომ ჯინსი უნდა იყოს ლურჯიო შეჩიმა რა არის პიდარასტი ხო არა მე ვთხარი ხოხტები ყავისფერი ჯინსი ხო პიდარასტი ხარ იქ რა თქმა უნდა ისე რომ ეგეთი ტიპები კაც არიან პროსტა რაღაცნაირად ხო მოკლედ ძალიან კაია რავი ესე ჯიგარი გადაცემა გქონიათ აუ ძალიან კარგია შენ ხო ხაზე ჯიგარ გადაცემაში მე ბიჭო სულ ხალხ ჯიგრებს ხვდი რომ მოდიან ესეთი პლასტმასის ტიპები მიდიან როკეროლის მოსასმენად მე რომ ვარა ეხა კაი უნდა გაკეთე ხო რეალურად რომ მოხვედი გამოიყურება სიმპათიურად ჩვენთვის სასმენად თუ რაც არის ანუ რომ რაღაცა ის მეხსიერებას რასაც ვაღვიძებ და ვაცოცხლებთ იცი რა არის პირველ რიგში მე იმიტომ მოვედი თქვენთან რომ თქვენ ყველაზე მაგრა მიცნობთ მე ვიდრე ის ხალხი ვინც მოდის და არავინ არ მისვენს მეორეც ერთი თქვენ შეხება გქონდა და თქვენთან იმ ისტორიის ნაწილი ხარ და იმ ისტორიის ერთ-ერთი შემქმნელები რომელიც აი ამ ჩემი პონტიდან მოდის და მოყვება ამ რაღაცას ხო სწორი ვარ არა ეხლა თქვენ ვიღაცა ხო არა ხართ ჯაზმენების ტუსოვკან ვიღაცის რაღაცა იქ პაპსავიკების ტუსოვკან რა თქვენ ხართ ალტერნატიულ აი ეს კაცი თავის მუსიკას უკრავს შენ აგერ ფანი ხარ და რომელიც პროსტა სულ მე რაც მახსოვს 2000 წლებიდან შენ ხედავ სულ და ასე შემდეგ ისე რომ თქვენთან საუბარი უფრო მარტივია რა თქმა უნდა იმიტომ რომ მე რასაც ვამბობ ზუსტად გესმით ის და ეხლა ვიღაცა რომელიც სულ სხვა სამყაროდან მოსულია იმან შეიძლება თავი დამიქნიოს მაგრამ იმისგან ადაჭა არ ხა შენ რომ მეუნები და მე რო გპასუხობ და შენ რო უცებ მეუნები ჯიგარი ხარ და ეს რომ მეუნება მარა ეგ არის აიგე ის არის იმიტომ რომ იცით რომ ეგრე არის და იცით რომ ხა მე თქვენთან რა უნდა ვთქვა ისეთი რაც ამ თქვენ რა უნდა მითხრათ ისეთი რაც იცი რა არის საბოლოოდ მივხვდი რა ეს ჩვენი როკ-ენ-როლი ოჯახი არის და ბევრს ნუ ვატრაკებ დავაი გაგვიმართოს ვისაც მოწოს არ მოწოს ეგ არის რა და პირველი გადაცემა სადაც უჭახუნებთ ეს აუ და ბისკიტ უნდა ხაბარა უნდა გააკეთო გაგიმარჯოს ჯიგარი ხარ აი როკ-ენ-როლ ოჯახი იმინა ეგ არის გინდეს ატრაკე ეს არის რა ჩვენ გაგვაერთიანა როკ-ენ-როლმა ჩვენ ერთმანეთის სიმპათიები გვაქვს როკ-ენ-როლიდან გამომდინარე და როკ-ენ-როლი ვართ ჩვენ თვითონ და აქედან იწყება აქ დავდება დანარჩენი ვისაც როგორ უნდა ისე გაიგოს და მოისმინოს ეს ყველაფერი როკ-ენ-როლს გაუმარჯოს მებო და ჩვენ გაგვიმარჯოს მშვენიერი იმინა ტოპ რავი მე კაია თუ გვინდა კიდე რაღაცას ეხლა თუ არ გადავოთ უკვე ძალიან ინტიმურებს მე ხუთუნოთ ლადიკა ბურდული როკ-ენ-როლ მადაფაკა